ჯოჯოხეთი უიმედო სივრცეა სალხინელოში გადავდივართ, იქ უკვე იმედი გაჩნდა, ხო, ბჟუტავს იმედი. კი, ცუდად არიან უნდა გაიარონ ეს სასჯელის პერიოდი, მაგრამ თავარია რომ აქ შემოსულმა დატოვოს იმედი, იქ აღარ ცოლდება სალხინელოზე. თუმცა ნახეთ, რომ აქ შემოსულმა დატოვოს იმედი, სულ სხვანაირი განმარტება არის ამ ფრაზის ვერგილიუსის მიერ. ხო, ანუ ვილაპარაკეთ ამაზე, რომ აქ ჩამოსულმა დატოვოს იმედი ის არ არის, რომ აქენ ვერასდროს აღარ გავა. ამაზე არა ლაპარაკი. ეს შეიძლება ასე იფიქრო. გარკვეული აზრით ესეცაა სწორი, იმიტომ რომ იქ ვინც არიან, მათ იმედი არ უნდა ქონდეს გასვლის. მაგრამ აქ სხვა რაღაცაზეა, თვითონ დანტესთვის არ უნდა იყოს იმედი, იქ რომ შევა ვაშკაცურად უნდა გადაიტანოს ყველაფერი შეხედოს. ხო? უნდა გეყოს ვაშკაცობა შენს საშინელებებს შეხედო. ეს საშინელებები შენში არის ყველაფერი და თუ არ დაინახე როგორც შენში, მაშინ მათ ვერ მოიცილებ. ვერ დაუპირისპირდები. ანუ გეყოს ვაშკაცობა თქვი რომ ჩემზეა ყველაფერი. ნუ იტყვი ცრუ იმედი ნუ გექნება რომ ეს ჩემი არ არის. ზოგადად ცრუ იმედი ნუ გექნება რომ რაღაცა არ გადაგხდება. შეიძლება ნიუ-იორკში არ ჩახვიდე, მაჩუ-პიჩუ არ ნახო, მაგრამ ზნეობრივი არჩევანი არ შეიძლება არ დაგიდგეს. არ შეიძლება ან საკითხის წინაშე არ აღმოჩნდე ცხოვრებაში. ამიტომ იმედი ნუ გექნება რომ შენ კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირებას აცდები. ვერ აცდები ვერანაირად. შანსი მაგის არის ნული. ამიტომ ვაშკაცურად უნდა შეხედო ყველაფერს. ყველა ეს ნაკლი შეიძლება შენიც იყოს. ნუგეში დაივიწყე ამ გაგებით, ხო? აი რა მინდოდა მეთქვა, ეს ხილვები აქვს დანტეს, ხილვები არა, ხილვებს თავის ხილვებს გადმოსცემს. ეს ინტელექტუალური ჭრეტა აქვს, მაგრამ ეს ინტელექტუალური ჭრეტა დაკავშირებული არის მის ეპოქასთანაც. ეს არ არის მხოლოდ მარადიული ჭრეტა, ციდან ჩამოფრენილი. არამედ მისი განათლებიდან გამომდინარე. ანუ ის ჭრეტა გაქვს ადამიანს, რა განათლებაც გაქვს. ანუ ის ვერ დაინახავს იმას, რასაც დაუშვათ ჰეგელი დაინახავდა ან არ ვიცი ნიცშე. ის ხედავს თავისი ყველაზე მოწინავე რაც კი შეუძლია გაიგოს, ყველაზე დიდი ინტელექტუალები, ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ტექსტები რაც აკითხული აქვს, აი მის მიხედვით ხედავს. რეალური ხედვებია, მაგრამ ეს ხედვები არის ამავე დროს წინლაყარი თავიანთ ეპოქასთან. ყოველთვის ასე არის. ადამიანი მარადილზე ლაპარაკობს როგორც თავისი ეპოქის შვილი, ასე რომ ვერ აიგლიჯავს თავს თავისი ეპოქისგან. მაგრამ ამავე დროს რაღაცას წვდება, რომელსაც აქვს მნიშვნელობა შემდგომი ეპოქებისთვის. ამიტომ ისევ ამბობ, რომ ისევ ვიტყვი, რომ ეს არ არის სამუზეუმო ექსპონატი, რომ კითხულობთ ძველ ავტორებს, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის. შეიძლება იგივე იერარქია არ გავაკეთოთ დაუშვათ ცოდვების ან მანკიერებების, სხვა იერარქია ვიფიქროთ დაუშვათ შეიძლება თქვა ერთ კულტურაში რაღაცა ნაკლი უფრო მეტად ძიმე თითლებოდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნაკლებია ყველაფერი, ნაკლზეა ლაპარაკი, არა? უკრიტიკოთ არ უნდა მიიღო ეს ხილვებიც, ეს ხილვებიც ამ პიროვნების ხილვებია, დანტეს ხილვები, რომელიც შეიძლება დაუსვა შეკითხვები. აქაც მაგალითად როგორი იერარქიაც არის ჯოჯოხეთში, ისეთი იერარქია სალხინებელში. სალხინებელშიც უფრო მძიმე ცოდვებია დაბლა, მე თანდომი დადიხარ და უფრო მსუბუქდება ეს ცოდვები. ყველაზე მძიმე ცოდვა რა არის, ხო არ გახსოვთ? რა თქმა უნდა, სუპერბია, ამპარტაუნება, ხო, სუპერბია ყველაზე ესეც მისი განათლებიდან მოდის. აი, ნეტარაგუსნეს აქვს, რომ ყველაზე მძიმე ცოდვა ადამიანის არის სუპერბია. და ეს კათოლიკურ სამყაროში, ლათინურ ენოვან ქრისტიანულ სამყაროში ჩამოყალიბდა ეგეთი რაცა სტრუქტურა, დამოკიდებულება. აი, მოდი გამოვარჩიოთ ცოდვებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდვები და აი 7 მომაკვდინებელი ცოდვა და 7 განკურნების საშუალება მისი, ხო? მე ეს აღმოსავლეთშიც გავრცელდა და დასავლეთიდან. ეხლა მართლმადიდებლურ კულტურაშიც გაქვს 7 მომაკვდინებელი ცოდვა და 7 მისი განკურნების საშუალება. თუმცა ეს დასავლეთიდან გადმოვიდა აღმოსავლეთში. აღმოსავლეთში უფრო ის როგორ თქვა, ასეთი ზუსტად 7 და 7 არ იყო, მე შემდგომი ტრადიციაა. აღმოსავლეთში მაგალითად გაქვს იონე კლემაქსის კიბის აღწერა, ხო, სულიერი კიბის აღწერა, სადაც ცოდვებია ჩამონათვალი და როგორ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან სხვადასხვა ცოდვები და ერთი ცოდვის დამარცხება როგორ იწვევს სხვა ცოდვის დამარცხებას, პირიქით ერთ ცოდვას თუ დაუთმო როგორ გამოიწვევს ეს სხვა ცოდვების მოსვლას და ასე შემდეგ. ეს ძალიან საინტერესო ნაშრომია მართლმადიდებლური სულიერების, ხო, იონე კლემაქსის სათნოებათა კიბე. აქაც არის პირველი არის ეს სუპერბია. ეს ამპარტაუნება. როგორ იშებიან ეს ამპარტაუნები? დაკიდებული აქვს ქვები და დახრილები დადიან. Adhesi pavimento anima me, ანუ მიეკრო ეს 118 სალმუნში არის მიეკრო მიწას ჩემი სული. და ეს თავდახრილება უნდა იარონ, ანუ თითოეულ ამ
ცოდვა შეეფერება მისი შესაფერისი რაღაც კურნება რა. ხო, შემდეგ რა არის? სიამაყეა, მე რა მოდის? შური. და შურში არის, ნახე, ორნაირი შური არის. ერთი არის შური, რომელიც შენ გიხარია, რომ სხვა ცუდად არის. ეს ერთი ტიპის შური არის. და ამის ბიზაშვილი შური არის, რომ შენ წუხარ, აი როგორც იმასთან, ხო? როგორ ასულხაზაბასთან შური. შური არის წუხარება სხვისა კეთილსა ზედა. ხო, რაღაცა ეგეთი შურიც არის, წუხარება სხვისა კეთილსა ზედა და არის კიდე სხვა ტიპის შური, როცა გიხარია სხვისი მარცხი. კიდე ვინც შენ უსამართლოდ მოგექცა იმის მარცხზე რომ ოცნებობდა შურის ძიება რომ გაგიხდია შენი მიზანი. ხო, შურის ძიებას ფაქტორად ეგ არის რომ შენ გინდა ის ვინც ცუდი გაიკეთა იყოს ცუდად. ხო, ეს ყველაფერი მოსაცილებელი რა არის შურის წამალი. როგორც თავმდაბლობა არის ამ პარტაონების წამალი რომ მოხრილმა უნდა იარო, ამის წამალია სიყვარული, ხო? რაც აი ეს არის წყლულები, რომელიც უნდა განიკურნოს კიდეც. არის წყლულია და ამ წყლულის განკურნება არის სალხინებელში. თუ გახსოვთ ანგელოზი სანამ შედიან ამ სალხინებელის ამ მთავარ სივრცეში ვერგილიუსი და ეს ჩვენი დანტე, იქ ანგელოზი დაასვავს 7 პ-ს. პ რა არის? ხო, ნახეთ ეს რას გამოხდავს პ. ასოფი. პეკატა არის ცოდვები. მანკიერება, ბიწიერება, ხო? 7 პეკატა. 7 პეკატა უნდა გაიაროს გაწმენდა ამ 7 მანკიერების. ხო? და მარტო ასე შეიძლება სამოთხეში მისვლას. თუ არ ჩამოიბანა ბოლომდე ეს მანკიერებები, ამიტომ ეს აღბეჭრილი აქვს შუბლზე და მე თანდათანობით უნდა გაიწმინდოს და გაიწმინდოს. ამას ეძახის ამ პეკატას ამოდოს წყლულებს. ეს მანკიერება ამოდოს სულის წყლულია, ხო? ხო, ეს შური კიდე არის აქ ხო საინტერესოა აქ იქ სამყაროზე წარმოდგენას გაძლევს თავის ამ სულიერ ხედვაში დანტე და ამბობს რომ იქ არიან ხალხი ვინც მოკვდა ძალადობით მოკლეს მაგალითად მათი ბრალი არ არის მაგრამ რაღაცა მოასწრეს მაინც სინანულის გამოთქმა ხო რაღაცა ძალადობით მოკლულები ძალტანებით სიკვდილით მოკლულები არიან სალხინებელში და პირობა არის რომ მოასწრეს ერთი პირობა რომ მოასწრეს მათ სიკვდილის სინანული ეს არ არის ახსარების ჩაბარებაზე არ არის ხობარი ახსარების ჩაბარე და მღვდელმა მოგიხსნა ეს საერთოდ გაუქმებულია მაგრამ ისე შენ თვითონ რო სინანული აღმოხდა მაშინ შეიძლება კიდე გეპატიოს შეიძლება სალხინებელში მოხდეს რაღაცა დაყო წლები იქ რამდენი წელსაც დაყოფ აქ მწოდვაში ის უნდა გამრავლო 30-ზე და იმენს დაყოფ სალხინებელში იმ მწოდვების გამო მაგრამ შეიძლება დაჩქარდეს პროცესი როგორ ხო არ ნახეთ როგორ თუ ვინმე ილოცებს შენთვის დედამიწაზე და ოღონდ სიყვარულით, ოღონდ მთელი გული და სიყვარულით თუ ილოცებს, ვინმე სიყვარული შეავსებს აი ამ საჟელს. საჟელი არის სამართლიანი, მაგრამ სიყვარულը შეიძლება დააჩქაროს და სიყვარული კი არ უპირისპირდება სამართლიანობას. სიყვარული ცეცხლით გოს ავსებს ამ სამართლიანობას და უფრო აჩქარებს ამ ადამიანის სალხინებელიდან გამოსვლის დროს. ამიტომ ყველანი რო მიდის დანტეი, დანტეს თხოვე რომ აი მასთან მიდი და უთხარი ჩემთვის ილოცოს. თან კონკრეტულად იცი რომ ის ადამიანი მასზე ზრუნავს, იმ ადამიანს უყვარო არ დაუშვო და ის მართლა ჩემთვის გულით ილოცებს. და კიდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის რომ ძალადობით მოკლული გადარჩეს, რა არის ხო არ გახსოვთ? გარდა იმისა რომ შეინანა დაუშვა თავისი სხვა ცოდვები. კიდე რა არის აუცილებელი პირობა გამახსენებ? ნამ გაიხსენეთ, რა უნდა იყოს? რა თქმა უნდა ის რომ აპატიო ის ვინც მოკლა. თუ არ აპატია იმას ვინც მოკლა, გამოსავალი არ არის, ხო? ანუ და იქ არის შეგონება აი ასეთი მასა ბიბლიური ხო სახარებისეული პრინციპი რომ ვისაც ჩვენთვის ბოროტი უნდა ვისაც ჩვენთვის ბოროტი უნდა ის უნდა გიყვარდეს ანუ სიყვარულის მათრახი კურნავს მარტო ამას რისხვას და ამ ბრას და ამ შურს ხო შურიძიებას ხო არის აქ ხო რაღაცა სიმბოლოებია მთელი არა აი ლელის არდაგი შემოიტყეს თავმდაბლობის ნიშანია ხო თავმდაბლობა სახის მობანა ეს ცოდვებისგან უნდა განიწმინდო ჯოჯოხიდანაც მოგეკრო ის უნდა ჩამოიბანო და პირველი ვინც შეხვდებათ ერთ-ერთი პირველი ვინც შეხვდებათ სალხინებელში არის კატონი რომელსაც თავისუფლებისთვის თავი დადო და ეს თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ცოდვებთან ერთად თავისუფალი ვერ ახარ ამიტომ თავისუფლებას მიაღწიო ცოდვებისგან უნდა განიწმინდო მთელი სალხინებელი არის რომ საბოლოოდ თავისუფალი იყო კატონი არის ეგეთი თავისუფალი მაგრამ შემდეგ გახდა არა პოლიტიკურად თავისუფალი, როგორც კატონმა თავის ქალაქს მოუტანა თავისუფლება, ხო, არა, სხვა დონეზე თავისუფალი უნდა გახდე, ანუ ამ ცოდვებისგან თავისუფალი, რა. ხო, არის ერთ ადგილას, სადაც ამბობს დანტე, რომ არიან ისინი, ვინც
საერთოდ ვერ მოასწრეს მონანიება, მაგრამ კიდე მათთვისაც არის შანსი სიყვარული თუ სხვები ილოცებენ მათთვის. მძიმე ცოდვები მედებოდა იმ სოფელს ვალად, მაგრამ სიკეთე დამოწყალე მკლავი უფლისა ყოველას მიიღებს, შერდომის და შეიწნარებს, ხომ? სადა ეს აქ არის, ხო? მაგრამ სულს ისე ვერ წარწმიდავს თვითონ ათემა, რომ სიყვარული მან დაკარგოს მარაჯამული, ვიღაცამ რაღაც ერეტიკული აზრები ქონდა რაღაცა, ვიდრე მის წმენა კიდევ ბჟუტავს ქრთილის ოდენა. მაინც თუ გაქვს ცოტა წმენა, ის შეგინარჩუნებს ერთი. ის ისტორია, როცა ურჩი ეკლესიისა კვდება თუ ცოდვას აღიაროს სიკვდილის პირზე, ამ წრეულებმდე უნდა დარჩეს განუწმენდელი, ხო? ეს არის ხოლმე შესაძლოა წამომეშველოს ერთ-ერთი ამოს, ხო, ცოდვილი. სათნო გულთაგან აღვლენილი ლოცვები წრფელი. სხვაგვარი ლოცვა ამოვა, მათ გმობენ ცაშიც. ანუ მოუნანიებლად კი წავედი, მაგრამ გულიდან ამოსული, ვისაც უყვარ არის იმათი ლოცვები, შეიძლება დამეხმაროს, მაგრამ სხვანაირი ლოცვებს საც არ შეიწყნარებს. ანუ ფორმალური ლოცვა არ უშველის, ასე ცოდულს გულით ამოსული ლოცვები უშველის, ხო? ეს არის დღესაც კათოლიკურ ტრადიციაში და მართლმადიდებლურ ტრადიციაში, პროტესტანტულ ტრადიციაში აღარ არის, რამდენად ვიცი, ну შეიძლება ანგლიკანურში იყოს, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში პროტესტანტულში და ევანგელურში აღარ არის, რომ გარდაცვლებისთვის ლოცვა. რომ მათ ბედზე შეიძლება სიყვარულით და მოკლედ სიყვარულზე მოწყალებას მათ სახელზე მათ ბედზე კონდეს გავლენა. მართლმადიდებლურ ტრადიციაში სახინებელი არ არის, მაგრამ აი ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება სიყვარულით ლოცვა გაჭრას, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომაც ყველასთვის ლოცვა ეკლესიაში, კათოლიკურ სამართლებაში დარჩა ეს ტრადიცია. ხო, კიდე რა არის აქა? ძალიან მნიშვნელოვანია აი სიზარმაცე ორჭოფი უკან არ გამოიხედო, აბა ხნეთ შეუდექი აღმართს, მერე უფრო გაადვილდება, აი ეს მომენტი, ხო? არ დაიზარო, მომენტი არ გაუშვა ხელიდან, ეს დღე არ განმეორდება, ეუბნება ვერგილიუსი დანტეს. ანუ არ დაკარგო დრო, ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს. ხნე იყავი. არ იყო მეორჭოფე. ის არ გაუმართლებს იმას აი ამ სულიერი ზრდის საქმეში, ვისი ერთი გადაწყვეტილებას ვის ერთ გადაწყვეტილებას მოძებს მეორე გადაწყვეტილება და არ ნარჩუნდება ეს გადაწყვეტილებები. ისე ბიბლიიდანაა, ბიბლიური სიბრძნეა გამოყენებული არა დანტესთან, რომ არავინ არ არის სანდო ღვთისასუფეველისთვის, ვინც უკან იხედება, ხო? აი როგორც ლოტის ცოლმა მოიხედა უკან სოდომის და გომორისკენ და მარილის სვეტად იქცა, არა? და ვინც არავინ არ არის სანდო ღვთისასუფეველისთვის, დადო ამ გუთანზეო ხელიო და უკან იხედებაო, ხო? ანუ თუ მიდიხარ, უნდა წახვიდე. ვაშკაცობა გმართებს. ვაშკაცობის გარეშე, ვაშკაცობის სათნოების გარეშე არანაირი წინსვლა არ არის. და სიზარმაცე არის დიდი ცოდვა, იმიტომ რომ შეიძლება შენ გქონდეს სიყვარულიც, შეიძლება შენ გქონდეს მონდომებაც, მაგრამ თუ უნიათო მონდომება, ანუ ნებისყოფა არ ახლავს ამ მონდომებას და ზარმაცი ხარ, ვერაფერს ვერ მიაღწევ. ანუ სიკეთეც და სიყვარულიც თან შეზრდილი უნდა იყოს აი ამ სიმხნევესთან. გავსოთ სიძუნწეა კიდე ერთი ცოდვა არა, სიძუნწის ცოდვა. ვინ იყო ყველაზე ძუნწად გამოყვანილი თუ გახსოვთ? ეს სასულიერო პირი. პეტრეს მონაცვლე ვიყავი, ვინა პეტრეს მონაცვლე? ერთად პაბზე ლაპარაკი, ხო? ძალიან გავს რუსთაველი რასაც ლაპარაკობს, ძალიან გავს იმას, ნახეთ. ვინც იქ სიძუნწეს იქ აქ ჩვენს ახლებელში ვარ და იქ რო ლაპარაკობენ ჩვენ ქვეყანაზე, ამ ქვეყანაზე, ხო? ვინც იქ სიძუნწეს კერპას სახავს, ის აქ მჟღავნდება, სადაც ტანჯვაში იწმინდება ცოდვის მტვირთველი. ყველაზე მეტად ძუნწებს ჯიან განწმენდის მთაზე. ავარიცია ამას ლათინურად, ხო? ეს სიძუნწე. რადგანაც თვალნი არასოდეს მიგვიქცევია სიმაღლეთადმდი. რადგან ჭრედით, მხოლოდ მიწიერს. მართსაჯულება მიგვისაჯა მიწისთვის მზერა. ანუ რუსალთან ესე რა, ვაუქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს თხენასა, დღეს სიკვდილამდე სიხარვე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა. შეზდის და გაზდის აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კლა აქასულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენას. აი, სხვადასხვა სისტემებია, ხო, რუსთაველი დანტემ. სხვადასხვა ზეცა აქვს. არ თანხდება ერთმანეთს რუსთაველი ზეცა და დანტეს ზეცა. ამაზე კიდევ ვილაპარაკებ, მაგრამ ის რომ სიძუნწე აბავს მიწაზე ადამიანს და უშლის, რომ აღმაფრენას უშლის და ზეცისკენ ყურებას უშლის, იქაც ასეა და აქაც ასეა. ანუ რაც ინვარიანტული არის სხვადასხვა კულტურებშიც კი, ანუ ერთნაირი რაღაცაა. არსად არა სიძუნწე შეგებული და ყველგან არის სიძუნწე ამძიმებს ადამიანს და ხედვას უხშობს. ანუ აღმაფრენას დაუშლის, ხო? შთაგონებული ვეღარ არის. რაღაცა აი ჭრეტელობაში ვეღარ არის. აი ჭრეტელობაა ძალიან მნიშვნელოვანი.
ჭვრეტას უშლის ცოდვები ხელს. ანუ ეს რაღაცა ქერცლი უნდა მოიშორო, რომ ჭვრეტელობას თვალი აგეხილოსო. ეს ვიზიო ბეატიფიკა არის ლათინური გაგება აუგუსტინესთან არის ეს და საბოლოო მიზანი ადამიანის არის ნეტარი ჭვრეტელობა. ნეტარი ჭვრეტელობას უშლის ხელს ეს ცოდვები. უნდა ჩამოიცილო ეს ცოდვების ტვირთი, რომ ნეტარი ჭვრეტელობის თვალები გაგეხსნას. ესეც აღმოსავლურ ქრისტიანობაში მსგავსი რამე არის. აი აღმოსავლურ ქრისტიანობაში არის, რომ შენ ცოდვები გიშლიან ბუნებრივად ჭვრეტ და ღვთიურ ნათელს და ღვთიურ რეალიას. როგორც კი არ ჭირდება ზედმეტი განათლება, დაუშვათ ტვინის ლოგიკური ტრაქტატების კითხვა და თეოლოგიური ტრაქტატების კითხვა, ცოდვებს რო ებრძოლო შენ თავში და ლოცვით და ცოდვებთან ბრძოლით, ასკეტური ბრძოლით, ჩამოიცილებ ცოდვებს და უკვე თვალი თავისით ხედავს ზეციურ რეალობას, თავისით ხედავს რაც შეუქმნელ ღვთიურ რეალიებს. ხო ესეთი მე ვამბობ, აღმოსავლური ქრისტიანობა და დასავლური ქრისტიანობა რაღაცები ინვარიანტულია. ეხლა ეს უკვე განხეთქილების მერე, ეკლესიების განხეთქილების მერე, მაგრამ ბევრი რაღაცა რაც დანტე ლაპარაკობს, ეკლესიის განხეთქილებამდელიც არის. ანუ ერთნაირად ქონდათ აღმოსავლელებს და დასავლელებს. ანუ ერთი ეკლესია იყო მანამდე, რა 1054 წლამდე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გითხარით განათლება რა განათლებას ატარებს დანტე. რაღაც ადგილას რომ მიდის სალხინებელში, უცებ მიდის მუზეუმში. ნახატები და ქანდაკებებია თუ გახსოვთ. და ვის ნახატები და ქანდაკებებია? ანტიკური გმირების, აი ამპარტაუნება, ვისაც აი ტიტანები, ვინც ებრძოდნენ ოლიმპიურ ღმერთებს, ეს ამპარტაუნულად რომ უპირისპირდებოდნენ, ხო? აკარნა, რომელმაც ათენა გამოიწვია და მე უფრო კარგად მოუქსო რაღაცა და ათენამ დასაჯამერე, ანუ ამპარტაუნები. მაგრამ მარტო ესენი კი არა, ქრისტიანი ბიბლიური ამპარტაუნებიც და ბიბლიური ურჩები ამპარტაუნები და ანტიკურიც. ანუ რა განათლებაც აქვს, ყველაფერს ერთად ხატავს ასე. თქოს მუზეუმში ჩაგატარებს, რომ აი შეხედე, აქ ეს ცოდვა არის მხილებული. და საინტერესო რომ მნიშვნელოვანია მისთვის ანტიკური ტრადიციაც. გითხარით წინაზე, აი რეცეფცია ანტიკური ტრადიციის, ესეც სულის განვითარების ეს უნდა გამოიყენო. ანტიკურობაში ცა ლაპარაკი იგივე ნაკელზე, იგივე ბოროტებაზე, რაც მერე ქრისტიანობაში და ბიბლიურ ტრადიციაში დაგმობილი არის. ხო? აი მაგალითად მოყავს იქ მეფე მიდასი, ვინ იყო მეფე მიდასი? რა გააკეთა მეფე მიდასმა? რაინატრა. ბატონო? ოკეი, ხო. დიონისეს სთხოვა რომ აი კაი საქმე გავუკეთა დიონისეს სილენუს მის დიონისეს მასწავლებელს რაც უმასპინძლა და მე დიონისეს კითხა რა გაჩუქო ამისთვის და დახარბდა აი ყველაფერი ოქროთ იქცეს რაც ხელს მოკიდა და თავის ქალიშვილიც კი ოქროთ აქცია ხო იქვე მიდასი რომელიც არარსებული პერსონაჟია ხო ესა მითიური პერსონაჟი იქვე მიდასთან ასახელებს ისტორიულ პერსონაჟს საფირას ვინა საფირა ხო არ გახსოვთ ესა საქმე მოციქულთაში. ვინ იყო საფირა? საქმე მოციქულთაში არის ისტორია ესეთი გადმოცემული, რომ როცა პირველი იერუსალიმის ეკლესია დაარსდა, იქ ყველა ვინც გაქრისტიანდა ეკლესიის წევრმა, საერთო საკუთრებაში მიიტანეს თავის საკუთრება, რომ ყველაფერი ერთობლივი ქონდესო. მარტო საფირა იყო ერთი ქალი და მისი ქმარი, რომელმაც მოიტანეს თავიანთი ქონება, მაგრამ ცოტა შეინახეს თავისთვის. ისე დაუმალეს ხოს. და ორივენი მოკვდნენ. ესაა ისტორიული გადმოცემა საქმე მოციქულთაში. და დანტესთვის ეს ორივე გადმოცემა მიდასისაც და ეს არის ერთ განზომილებაში, იმიტომ რომ ერთსა და იმავე სამხილს. და ძალიან საინტერესოა ეს რეცეფცია ანტიკური კულტურის, ასე მძლავრი რეცეფცია ანტიკური კულტურის, რომ შეგვიძლია ერთ სისტემაში ჩავსვა ეს პერსონაჟები. შეიძლება ეს იყოს ანტიკური პერსონაჟი, ისტორიული, შეიძლება იყოს მითიური პერსონაჟი, ორესტე იყოს მაგალითად. შეიძლება იყოს ორესტე, აქილევსი, ოდისევსი, ხო? აი მაგალითად სირინოზებზეა ლაპარაკი. რას გავახატო სირინოზები აქ? რაც მომენტში სალხინებელიც არ არის უსაფრთხო ადგილი. სალხინებელში შეიძლება გამოჩნდეს გველი, შეიძლება გამოჩნდეს მელია, რაღაცა ცუდი რაღაცები იქაც შეიძლება. ამიტომ ის უნდა გაფანტონ ანგელოზებმა მერე. და სირინოზი გამოჩნდება და ეს მიაჯაჭვებს თვალს. ეს დანტე ამ სირინოს და მე გამოჩნდება ეს ანგელოზი გააგდებს ამ სირინოს. სირინოზი არის გამოხატულება მიწიერი სიამონებების, მიწიერი რაღაცა ფასეულობების. აი იმას არ უნდა მიაჯაჭო თვალი. თორე ჩაგითროს და შეგჭამს და გაძარცვავს ამ ტანსაცმელს და გამოჩნდება რომ მკვდარი არის შიგნით ეს სირინოზი. ანუ პირდება რაღაცა, მაგრამ სირინოზში მომავალი არა აქვს. რაც სიკვდილი არის, სიკვდილს ატარებს, არა? ისე როგორც ფუჭი პატივმოყვარეობა. ეგეც არაფრისკენ არ მიდის. პატივმოყვარეობა და დათრგუნო. პოეტი გამოჩნდება სალხინებელში და ეტყვის, აი პატივმოყვარე ვიყავი.
ამას ვექიშპებოდი, მინდოდა ის უფრო კარგად დამეწერა ვიდრე დამეხატა ან დამეწერა უფრო ვიდრე სხვა ხატავდა ან სხვა წერდა და ამიტომ ჩავარდი აქ და რა წარმავალია ყველაფერი. როგორ აი ბალახივით ჭკნება ეს ამ ქვეყნიური დიდება. რა სისულელეა, როცა ადამიანები გაქებენ. ეს ხო წამიერად გაძლევს რაღაც დაკმაყოფილებას, დაგალაიკეს ხო ინტერნეტში ან რაღაცა და იხარია ხო? არაფერი არ არის თურმე. აი დანტე აქედან გასწავლის, რომ დალაიკება არაფერი არ არის. არც დალაიკება არ არის, არც დაგება არ არის რამე, შენ თვითონ როგორ ახარ შინაგანად შენ თავთან და ღმერთთან შენ სინდისთან ესაა მნიშვნელოვანი, თორე არის ვინ გალაიკებს და ვინ არ გალაიკებს. ძალიან წარმავალია, ყველაფერი დაიკარგება, ყველაფერი აორთქლდება. და თუ ამაზე გადართული ყურადღება, მაშინ დაიღუპები. აი ბოროტების მსხვერპლი გახდები. დააგვირდო რომ დანტე არის ხორცით ასული იქა. ანუ დანტე კი ბატონო ის ხედვა მარადიული აქვს, მაგრამ დანტე ხომ დაბრუნდეს. ეს ყველაფერი რომ გაიარა, ხო ეს ხილვების ნახა. დანტე რომ დაბრუნდება, ხო სხვანაირი დანტე იქნება, მაგრამ დანტე სხვანაირი იქნება უკვე აქ. მარტო მარადისობის კი არა, აქაც ეგეთი უნდა იყოს. ან დანტე შენც მოგიწოდეს, რომ აი მოგზაურე ჩემთან და მე კი არ გეუბნები, ჩემი წიგნი რომ დასრულდება, მე სასწავლო ვიდალია და მოკვდე და წადი სამოთხეში. არა. აი გაიარე ეს ყველაფერი და მე დაბრუნდი შენ სამყაროში და უკეთესი იყავი. ვიდრე აქამდე იყავი. ხო სირინოზები ოდისევსმა როგორ გაკეთა, არა მოусმინა სირინოზეს მაინც შეძლო მოსმინა. თვალშორის აღმოსავლურ ტრადიციაში არის ეს ეკლესიის მამებიც კი იყენებენ სირინოზებს, მაგალითად, როგორც ამ ქვეყნიური სიამეების სიმბოლოს. აი ბასილ კესარიელი ძალიან დიდი ქრისტიანი მოძღვარი, ვინც ერთ-ერთი ლიტურგია ბასილ კესარიელის დაწერილია მე-4 საუკუნის და ის წერს ასე რამეს, რომ აი იკითხეთო ქრისტიანობა, ახალგაზრდა ქრისტიანობის მიმართავს ანტიკური ლიტერატურა, იქ ყველაფერი სათნოებაზე არის, რაც კი კარგი იწერებაო. აი მაგალითად ოდისევსი ნახეთო, რომ არ უნდაო სირინოზებს მოусმინოსო, იმიტომ რომ სირინოზები ამ ქვეყნიური სიამოვნებები მიდევნა არისო და ამან შეიძლება დაუღუპოსო გემიო. გემით კიდე წავიდეს იმ კუნძულზე, სადაც დედოფალი არის არეტეო. არეტე კიდე სათნოებას ნიშნავს ბერძნულად. ხო, ანუ სათნოებების კუნძულზე უნდა გადახვიდე, იმიტომ რომ დაძლიო შენში ეს სიამოვნებების სურვილი. საინტერესო არის დოქტრინები, რომელიც იცის დანტემ და ამას გამოხატავს ამას თავის პოემაში. დოქტრინა რა არის? სწავლებები ქრისტიანული. მაგალითად, აუგუსტინეს ერთ სწავლებაა გამოყვანილი, რომ ადამიანის სული რო ივსებაო სათნოებითო, მაშინ აი ეს სათნოება მთლიანად ავსებსო ადამიანის სულსო. მაშინ იმ ადგილას ამ ადამიანში აღარ რჩება ადგილიო ადამიანის სულშიო ბოროტებისთვისო, ბოროტი იმპულსისთვისო. იმიტომ ის ყველაფერი დაკავებული აქვსო ამ კეთილ მისწრაფებასო. და ესე იგი ეს ამტკიცებს იმას, რომ ადამიანში ისინი ტყუიანო, ვინც ამოს ადამიანში ორი სული არისო. და ეს იდეა იყო მანიქეოლებთან. მანიქეოლები იყვნენ ეგეთი სექტა, ვინც ფილოსოფიურად რელიგიური სექტა, რომელიც იყენებდნენ ფილოსოფიური იდეებს, გნოსტიკური იდეები არის, ეგეთი საიდუმლო სექტები იყო, რომლებიც თავისებურად სხვადასხვა ტექსტებს კითხულობდნენ და იმისგან აგებდნენ რაღაც ეკლექტურ ერთიან სწავლებას და რაღაც ერთი სექტასავით არსებობდნენ. ეს მანიქეოლური სწავლებას ერთ-ერთი ამდაგვარი სექტა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ არის ორი საწყისი, კეთილი და ბოროტი და ადამიანშიც არის ორი სული, ერთი ბოროტისგან ჩადებული, ბოროტის საწყისგან ჩადებული, მეორე კეთილის საწყისგან ჩადებული და ამ ორ სულს შორის ბრძოლა არის ადამიანში. ამ ადამიანი ერთი კი არ არის, ორი არის. და აქ აუგუსტინე ამას უპირისპირდება, ამას სისულელეა ამას ლაპარაკი, რომ შეიძლება ორი სული იყოს, არ შეიძლება ორი სული იყოს, იმიტომ რომ სიცოცხლის წყარო არის ქრისტე, ღმერთი და თუ ეს ორივე სული ცოცხლობს, თითოეულის წყარო ქრისტე უნდა იყოს და ქრისტე ხო არ გააკეთებდა ორ სულს შენში. მაშინ ორივეს კარგს გააკეთებდა. და ორივე კარგი სული თუ იქნებოდა ერთი სულია ეს. ორივე კარგი ერთი და იგივეა, ხო ესე იგი, ანუ ერთი სული არის. ესეც ამას ამბობს, რომ აი სათნოება რო ავსებს სულს, თლიანად ავსებს და თუ მაშინ არ რჩება ადგილი სხვა რაღაცისთვის, ესე იგი ადამიანში ერთი სული არის. მე საუბრობს, რომ აი ეს სათნოებით ავსება ადამიანს აცეცხლოვნებს და ეს ცეცხლი არის, რომელიც კურნავს ადამიანს აი ამ სიხარბისაგან, შურისაგან, სიძუნწისაგან, რაც ცეცხლი უნდა ეთო შენში, რომ რა დაძლიო შენ ეს ცუდი მიდრეკილება. ჯანსაღი, კარგი, სწორი ცეცხლი, ასე ვთქვათ, რომ ხო, აი საინტერესო არის ლაპარაკობს აი ადამიანის ბუნებაზე ლაპარაკობს და სიყვარულზე. და ამას ეს რამეს რომ ჩვენ სიყვარულის გარეშე არც კი შეგვიძლია ვიყოთ, აი წარმოუდგენელი ადამიანი იყოს სიყვარულის გარეშე. ყოველთვის ადამიანს რაღაცა უყვარს.
ერთ ჩემი თანა სტუდენტი, როცა ბელგიაში ვსწავლობდი, ფილოსოფიის ფაკულტეტზე ეს წერდა ესეთ თემას, რომ სურვილის გარდაუვალობა, აუცდელობა, inavoidability, რომ ვერ აცდები სურვილს. არ შეიძლება იცხოვრო ისე, რომ სურვილი არ ქონდეს. აი, სურვილის ადგილას შევსვით სიყვარული. დანტე ამბობს, რომ სიყვარული არის აუცილებელი, ყოველთვის გაქვს სიყვარული. როგორც ერთი ირლანდიელი პოეტი ამბობს, უილიამ ბატლერ იეიტსი, our soul is love. ჩვენი თვითონ სულია სიყვარული. ხო? და აი ნახეთ განახებთ ახლა. მაგრამ უკვე თუ ბოროტზრახვას მიეტანება ტრფობა გულისა, რაც ბუნებრივადაა ჩადებული. გულის ტრფობა ჩვენში ბუნებრივად ჩადებული. ხანდახან მიეტანება ბოროტზრახვას. ტრფობა გულისა მთირო იყოს იგი თუ დიდი, მაშინ შექმნილი ეურჩება შემოქმედს თვისას. ანუ აცდება იმ თავის დანიშნულებას სიყვარული. ამ ნათქვამიდან შენ მიხვდები, რომ სიყვარული დრდვიტაა ჩვენში ყოველივე სიკველის გზნობის. სიკველეს არა, სიკველეს თუ სიყვარულით არ არის ნასაზრდოები. ანუ სიკველეს იმიტომ შადიხარ სათნოებას, რომ სიყვარული გადენინებს ამ სათნოებას. დასაქციელის რაც მოითხოვს შემდეგ განკითხვას. რადგანაც ტრფობას აღარ ძალუს აქციოს ზურგი, იმას ვიშიაც იმყოფება თვითონვე იგი. ანუ შენ თუ მიყევი ტრფობას, მე ვეღარ ამბობ უარს ამ ტრფობაზე, მაგრამ საფრთხე იმაშია, რომ ვაი თუ არასწორი რაღაცა შეიყვარე. მე შენ ვეღარ იკავებ თავს ამის ტრფობისგან და გზასაცდენილი ტრფობა გაქვს უკვე. შეიძლება ალკოჰოლი შეიყვარო მაგალითად. შეიძლება რაღაც გადამეტებულად შეიყვარო შენი მეგობარი და მის უსამართლობაზე თვალი დახუჭო. რაღაცები შეიყვარო, არ შეიძლება რომანტიკული სიყვარული შეიყვარო უფრო მეტად ვიდრე უფრო მაღალი სიყვარული დაუშვათ, არ ვიცი. სამართლიანობის მიმართ, იგივე მოყვასის მიმართ, გაჭირებული მოყვასის მიმართ და ტარიელი რო არ დაეხმაროს მაგალითად ან ავთანი რო არ დაეხმაროს ტარიელზე, მე ხო თინათინ მიყავს, ეს ამბავი მაქვს უკვე და წავალ თინათინთან, ხო? ესე ხო არ არის, არა? ამაზე მაღალი სიყვარულია რომ დაეხმაროს, არა? ამიტომ შეიძლება არასწორი სიყვარული აგინთოს, არასწორი სიყვარული ვეღარ შეიკავო თავი მე. თუ ბუნებრივია გიყვარდეს, თუ შეეჩვიე რაღაც არასწორი სიყვარულს, ძალიან ძნელი იქიდან გამოსვლა. ნახე? არავის დაულს ზულდეს იგი, მაგრამ ჯამულად მაშ აქ თუ სწორედ გამოსახე გულითქმა შემი სიავე კაცს და უყარს ხო როცა მოყარს ეს სხვა რაღაცა ხო მე საინტერესო არის რომ ლაპარაკობს კითხვას სვავს დანტე რომ კი მაგრამ ამას რომ ამბობ ვერგილიუს ამას რომ მეუნები რომ სიყვარულს ვეღარ გაუძალიანდება ადამიანი მაგრამ მაშინ ჩვენი რა ბრალია ხო თუ მოგვიცავს ეს სიყვარული და ის გვატარებს მე ესე იგი მე აღარა ვარ დამნაშავე და ამაზე მეუნები ეგრე არ არის ნახე იმიტომ რომ ნებისყოფაც არსებობს დადანარჩენი ხო ნახე დადანარჩენი ნებისყოფაც მას შეუფარდდეს მოცემული გაქვთ არსებაში ძალი მჭობელი ანუ შენ განჟის უნარი გაქვს ძალა მჭობელი გაქვს თავში ხო რაციონალობა მან უნდა მწყემსოს ნებადართვის დაცული ბჭენი ანუ ეს სიყვარულიც უნდა მართო სიყვარული უნდა იყოს წესიერი კანონიერი კანონზომიერი თორე არ შეიძლება მიუშვა ნებისმიერი სიყვარული შენ თავში. იმიტომ რომ განშის ძალა გაქვს, ამიტომ შენ თუ არასწორი სიყვარული გაქვს, შენ ხარ დამნაშავე და განშის ძალაც მოგცა ღმერთმა. და ვინც გონებით ჩასვდენი არც და საძირკველს, თანდაყოლილი მათ შენიშნეს თავისუფლება და დაუტევოს შემდეგ კაცთა ზნეობის სწავლა. ანუ ნამდვილი სიყვარული და თავისუფალი სიყვარული ისა, ვინც ზნეობრიობასთან წილნაყარი არის. თუ ზნეო არის, ის უკვე აცდენილია. სიყვარული თავისთავად კარგია, მაგრამ გარდაუვალია. მაგრამ შეიძლება ასწეს თავის დანიშნულებას. აი აუგუსტინესაც აგეთ რაღაცა ცოდვა აუგუსტინეს განმარტებული აქვს როგორც არასწორი სიყვარული. სწორად არ მიუმართავი სიყვარული. და ეგეთი სტოიკოსების დოქტრინაა გამოყენებული, რომ აი რაღაცა საგნები არის, რომელიც თავისთავად უნდა გიყვარდეს, თავისუფლად, თავისთავად უნდა გიყვარდეს. გაუბრკოლებლად უნდა გაიხარო ამ სიყვარულში, მაგრამ რაღაცა სიყვარულებია, რაღაც საგნები უნდა გიყვარდეს სხვა რამისთვის და არა თავისთავად. გამოსაყენებლად უნდა გიყვარდეს ის საგნები და არა თავისთავად. გამოსაყენებლად იმ თავარი სიყვარულისთვის. აბა რა არის ის სიყვარული, რომელიც სრულიად უსაფრთხოა? რა თქმა უნდა, ღმერთის და მოყვასის სიყვარული, როგორი სიყვარული, არა რომანტიკულ სიყვარულზე ალაპარაკი, აქ კარიტას, ესეთი კარიტასი არის აი მოყვასის სიყვარული ასე ვთქვათ, ხო, რაც ქრისტიანული სიყვარული მოყვასის და ღმერთის სიყვარული. ესაა თავისთავად, ღმერთი თავისთავად უნდა გიყვარდეს უსაფრთხოდ. და მოყვასი უნდა გიყვარდეს ღმერთისთვის. ეგეთი ხედვა აქვს აუგუსტინეს. როცა ამას აურევ, როცა რაღაც მიწიერი საგანი გიყვარს თავისთავად,
აი ეს არის არასწორი სიყვარული და კერთთაყვანისმცემლური სიყვარული. მაშინ ხდება ის ცოდვა. არის კიდე მსჯელობა ბედისწერაზე. აი ჩვენ აქვეა მსჯელობა ბედისწერაზე, არა? აი ჩვენ თავისუფლები ვართ თუ არა? ჩვენ თუ ზეცაში წყდება ყველაფერი. თუ ზეცის ეს იმპულსებია ყველაფერი. მაშინ მე პასუხისმგებელი ვარ? იქნებ არა ვარ პასუხისმგებელი, იქნებ ყველაფერი იქედან არის. ეს დიდი საკითხი იყო. სხვა შორის 64-შიც პეტრე დამიანელი თუ პიტერ დამიანი ინგლისურად ხო პეტრუს დამიანუს ლათინურად ეუნება რომ ამ საკითხზე ნუ დასვა შეკითხვას ეს ისეთი რთული საკითხია რომ შენ ვერ ჩაწოდები ამას მაგრამ ზოგადი სწავლება ეგეთია ქრისტიანული რომ რასაც აქ აცხადებს სალხინებელში ჩვენ თავისუფლები ვართ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ყველაფერი იქ არ წყდება აი განჯისუნარი რახან გვაქვს ჩვენ ამიტომ გვაქვს არჩევნის უფლება და შეგვიძლია ან ეს გავაკეთოთ, ან ეს გავაკეთოთ. თუმცა, კეთილის არჩევის ძალა გვაქვს იქედან. კეთილის არჩევის თავისუფლება როგორ ესმის დანტეს? არა ის როგორც ჩვენ გვესმის ახლა. ჩვენ ძირითადად თავისუფლება გვესმის როგორც აი ალტერნატივის შესაძლებლობა. ესეც შემილია, ესეც შემიძლია. მაგრამ ასე არ ესმის არც დანტეს, არც ავგუსტინეს, შუა საუკუნეების სხვანაირად ესმის თავისუფლება. სხვა განზომილებას ხედავენ. დაგვით როგორ? მე მაქვს ძალა ავირჩიო სიკეთე, ესაა თავისუფლება. ანუ თავისუფლება ძალა არის. ეს არ არის ნებისმიერი, როგორ თქვა, ნებისმიერობა, როგორ თავისუფალი არჩევნის უნარი. არა, ესაა ძალა, რომ მე რო ვიხედავ რაღაცა კარგია, მე მაქვს ძალაც და ნდომაც, რომ ეს გავაკეთო. აი ეს ძალა და ნდომა ღმერთისაგან მაქვს. მაგრამ ამასთან უნდა ვითანამშრომლო მე. ანუ მე ვარ თავისუფალი ვითანამშრომლობ თავისუფლებასთან, რომელიცაა ღმერთის ნიჭი. გესმით ახლოს რას ვამბობ? არა, როგორც არ ვიცი, კუნთი მაქვს ხო და ვიცი რომ კარგია რომ ეს დოქი ამ კუნთი მაქვს ისეთი რომ დოქი მივცე ჩემ მოყვას. ეს კარგია რომ მის წყალს დალევს. დაუშვათ. მე თუ მოაფამფალე ეს კუნთი, რომელიც მოცემული მქონდა, ვეღარ მივეცი მოყვას ეს დოქი. ანუ მე აღარ ვარ თავისუფალი. თავისუფალი იყო რომ ძალა მქონდა ამ დოქის აწევის. რომელიც ღმერთმა მომცა, მე უნდა მეთანამშრომლო აი ამ ძალასთან. თავისუფლებას თავისთავად მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. თავისუფლება არის სიკეთის არჩევის და მიდევნის ძალა, ანუ სიმხნევესთანაა დაკავშირებული, ხო? ხო ეს სიყვარული უნდა იყოს სწორი სიყვარული და სწორი სიყვარული დანტეს აზრით ხდის აი ნამდვილად თავისუფალს და აი ბოლოში როგორ არის სალხინებელში ასეთი რაღაცაა რომ ეს ვირგილიუსი ეუბნება რომ უკვე მეც კი აღარ გჭირდები მეგზურად შენ ხო ჩამოიბანე ეს შენში ეს ცოდვები ხო ეს 7 ცოდვა ხო ჩამოიბანე უკვე შენ სუბუქი ხარ უკვე შენ თავისუფლად იქცევი შენ უკვე ბუნებრივი სურვილი წაგიყვანს სწორი სურვილი ცისკენ ანუ აქამდე გაბრკოლებდა ეს რაღაცები და ეხლა კიდე ბუნებრივად ეხლა ნამდვილად თავისუფალი ხარ ღმერთივით თავისუფალი ანუ რა განსხვავებს ადამიანს ღმერთისაგან ხო ღმერთი არ არის მორალური რატო არის ღმერთი მორალური მორალი რას ნიშნავს რომ მე ვესადაგები რაღაც კანონს რომ და მორალური იმიტომ რომ მე სხვა რამის კეთება მინდა მაგრამ კაი ადამიანი ვარ და იმ სხვა რამეს არ ვაკეთებ იმიტომ სხვა რამე უნდა შევბოჭო ჩემი თავი არა გონების ძალით დავიმორჩილო ჩემი თავი რომ ის რაც მინდა არ გავაკეთო იმიტომ რომ ვიცი რომ ის რაც მინდა რომ გავაკეთო არის რაღაცა ცუდი ცუდისკენ ვარ მიდრეკილი ამიტომ თოკავ ამას და მორალური ვარ ღმერთში ეს შეუძლებელია იყოს ღმერთი არის სრულიად თავისუფალი და ადამიანიც ისწრაფვის ასეთივე თავისუფლებისკენ მაგრამ სანამ მასში ეს ცოდვებია სანამ ეს 7 ეს ლაქა არ მოუცილებია 7 წყული არ განუკურნებია მისი შესაფერისი ამ განკურნების საშუალებებით ხო რისხვა სიყვარულით მაგალითად ეს ამპარტონება თავმდაბლობით ეს ღორმუცელობა მარხვით და თავშეკავებით არა ესეც ერთ-ერთი ცოდვა არის ნახე უფრო სულიერი ცოდვები დაბლა არის და უფრო მძიმეა ხორციელი ცოდვები უფრო მაღლა არის ანუ ნაკლებად მძიმე არის ხორციელი ცოდვები ღორმუცელობა და სიძვა ბოლოში არის ის უფრო ნაკლებად ცოდვად ითვლება ამასთან ვიდრე აი სულიერი ცოდვები სიძუნწე შური ეს პირველში ამპარტავნება არა რისხვა როცა ამას მოიცილებ მე გაწმენდილი გაქვს აი სიყვარულის მისწრაფება არის განწმენდილი და შენ ბუნებრივად გინდა კეთილი და მიდიხარ იქეთკენ და ხტები ღმერთივით იმიტომ რომ რატო ხტები ღმერთივით ღმერთი იმას აკეთებს რაც უნდა არანაირი ის არ აქვს ან
იმას აკეთებს, რაც უნდა, მთლიანია ღმერთი. და ადამიანის ღმერთდება, როცა მისი სურვილი და მისი სიყვარული და წესიერება ემთხვევა ერთმანეთს. როცა განკურნებულია, როცა აღარ აქვს მიდრეკილება რაღაცა ცუდისკენ. აუგუსტინეს ფიქრობს ამაზე, რომ აი ბავშვობაშიო სხალი მოვიპარეო და რატომ მოვიპარე ნეტავ ეს სხალიო? ფიქრობს, იმიტომ რომ დედიკოს ბიჭად არ ჩავეთვალე ჩემ კლასელებსო. ისინი იპარავდნენ და მეც მათთან ერთად მოვიპარეო და იტყოდა მე რო არ წავყოლოდიო, იტყოდა აი ეს ვინ არის? რაღაცა ლენჩი და რაღაცა ვერ გაბედა. არა, მე მათთან ერთად მინდა გამებედაო. მაგრამ აღმოჩნდა მე არც გვინდოდა მსხლების ჭამაო, გადავყარეთო. მაგრამ მე მთავარი მიზეზი მაინც ეს კი არ იყო, უკვე 46 წლის აუგუსტინე ფიქრობს, რომ არა, მთავარი მიზეზი სხვა რაღაცა იყო. მთავარი მიზეზი იყო, რომ ჩვენ გვინდოდაო, მაშინ არ ფიქრობდი ამას, რომ ეხლა მივხვდიო, ჩვენ გვინდოდა ყოფილიყავით ღმერთივით თავისუფლებიო. აი ნებისმიერ ამას გავაკეთებ. მათ შორის ხალხს მოვიპარავ. ხო აგზაულია, აი აგზაულსაც მოვიპარავ. გავაკეთებ იმას, რაც მინდა. აი სურვილი თავისთავად ცუდი არ არის აუგუსტინემოს. ჩვენ მართლა მოსწრაფებულები ვართ, ვიყოთ თავისუფლები, აი ეს როგორც ღმერთი. მაგრამ სანამ ცოდობით ვართ სავსე, მანამდე ამას ვერ ვიზამთ. მანამდე ეს არის მტაცებულურად მიტაცება არალეგიტიმურად ღმერთის ამ თვისების. მაგრამ თუ გაიწმინდა ეს ამ თვისებისგან თუ გაიწმინდა თავი, მაშინ ეს შეგიძლია გააკეთო. ა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მინდოდა მეთქვა, მაგრამ უცებ გამიელვა და ეხლა ამა გამახსენდება. ერთი რაღაცა კიდე. აი, ხანდახან ისეთი ლამაზი ისტორიები მოყავს ანტიკური ტრადიციიდან. მაგრამ რომელცა ანტიკური ისტორიიდან. აი, პისისტრატეზე არის. რისხვის დაოკება, ხო? აი, პისისტრატესთან არის ეგეთი ისტორია, რომ პისისტრატეს ქალიშვილს ვიღაცა კაცმა აკოცა. ნუ ის მოიხელთა და აკოცა, თავის სიყვარული გამოხატა, გახშფოთდა ამაზე დედა გოგონასი ამ პისისტრატეს ცოლი და აი ეს პისარ პოლიტიკოსია თან და ეს ძლიერი და აი დასაჯეო ესა დავსაჯოთო და ამ პისარმა რა უპასუხა პისტრატემ ვისაც უყვარვართო თუ დავსაჯოთო ვისაც ზულვართ რა უნდა უქნათ მაშინო რა ნუ უყვარდაო ჩვენი ქალიშვილი უყვარდაო და ამიტომ აკოცაო ხო და ვისაც უყვარვართო ის თუ დავსაჯოთ ვისაც ზულვართ იმას რა უნდა უყოთო ანუ თავი შეიკავა ამისგან არა ნახე ძველ მაგალითს განახებს რომ შენ შეიკავო თავი რისხვისგან თუ ანტიკური ადამიანი რომელსაც ქრისტე არ ყავდა ასე იქცეოდა მით უმეტეს შენ ქრისტიანი ხარ ბიბლია გაქვს ცნებები გაქვს ღმერთის მადლი გაქვს და მით უმეტეს შენ არ უნდა გააკეთო იგივე ხო შენ უნდა იყო დამთმობი და მოწყალე აქ სულ არის ლაპარაკი იმაზე რომ აი რა დონეზე შეიძლება გაყვეს ჩვენს დანტეს ვერგილიუსი სადამდე მიყვება რაღაცამდე შემილია გაყვება იმის მერე აღარ შემილიაო გახსოვთ აი განახებთ ერთ ადგილს აი რაღაცა ცოდნები ჩვენ არ ძალგვიც მოპოვება რაღაცა ტიპის ცოდნების ის მარტო ღმერთის პრეროგატივაა რაღაცა ცოდნები შეგვიძლია აი ვინ არიან მაგალითად ჯოჯოხეთის ლიმბოში ჯოჯოხეთშიც კი არ არიან ლიმბოში არიან ხო არც 64-ში არც ჯოჯოხეთში არიან არც ალხინებელში მაგრამ მარადულად არიან ლიმბოში არიტანჯებიან ნუ ბრძენები ხო მათ არიან კიდე ასევე მოუნათლავი ბავშვები ისინიც არიტანჯებიან ლიმბო არის რაღაცა ადგილი ძალიან კაი ადგილი ჩანს ისე რომ გაიგო ძალიან საინტერესო ხალხია ამ ლიმბოში პლატონი არისტოტელე და სოკრატე და ეგეთი ხალხი ხო დიდი ექსკურსია ამ ლიმბოში რამდენს გადაიხდიდა ადამიანი ალბათ ამ ექსკურსიაზე რომ წასულიყო იქ და ან თუნდაც დარჩენილიყო იქ რამდენიმე ხანი ხო ერთი კვირა მაინც რომ ან მეტი ელაპარაკე კიდე ერთი კვირას არ ეყოფოდა ალბათ ხო მარტო პლატონთან შეიძლება წლები გაგეტარებინა მაგრამ შეხედე ლიმბოში არიან ეს ბრძენი ადამიანები მაგრამ რა აკლიათ მათ აი რაღაცა ცოდნა აკლიათ რაც მათთვის მისაწვდომი იყო რაღაცა ტიპის ცოდნა რაღაცა ტიპის ცოდნა აღარაა მისაწვდომი უკვე ნახეთ კაცნო იკმარეთ განმარტება თქმული ვინადგან რადგანაც ყოვლის გაგებისა რომ გქონდეთ ნიჭი წმინდა შთასახვა მარიამს არ დასჭირდებოდა ანუ ქრისტეს განკაცება რა საჭირო იქნებოდა მაშინ ყველაფრის გაგება რომ ამითი შეგეძლოს ინტელექტით ხო ანუ რაღაც არის რაც შენი ინტელექტი უბრალოდ პრინციპულად ვერ მიწვდება და თქვენ ხომ ნახეთ ის სულები ვისაც ამაოდ სურდათ წადილი მიხვთომოდათ და ლამის შეძლეს მაგრამ სანახცლოდ მათ მიეგოთ ცეცხლი უკუნი ანუ ზოგი სულიო ზედმეტად ცდილობდა ამასო და უკუნი ცეცხლი დაიმსახურესო ეს არ არის როგორც ჩანს ეს არ არის ხო არ ვიცი ეს უკუნი ცეცხლი ამ შემთხვევაში არ არის რეალური ჯოჯოხეთი იმიტომ რომ მე ამას უკუნი ცეცხლი მინდა იმსახურა მე აქ გულისხმობ არისტოტელს პლატონს და სხვებსაც არისტოტელე პლატონი არ არიან უკუნ ცეცხლში არიტანჯებიან მაგრამ უკუნ ცეცხლში აქ ზოგადად გულისხმობს რომ სამოთხეში არ არიან ანუ არისტოტელე და პლატონი მაქსიმუმი გააკეთეს თავისი ინტელექტით რაღაცებს ღვთიურზეც კი შაწვდნენ რაღაცებს მაგრამ რაღაცებს უბრალოდ შანსი არ ქონდათ გაიგოთ იმიტომ რომ ის ღმერთის მადლით უნდა მოგცემოდა
აქ არის აი დიდი საკითხია სქოლასტიკურ ფილოსოფიაში, ძალიან კარგად იცნობდა დანტე. სქოლასტიკურ ფილოსოფიაში არის სამსაფეხურიანი ცოდნა თომა აკვინელთან მაგალითად დანტესთან გამოჩნდება თომა აკვინელი მე 64-ში, ხო? მზის დონეზე გამოჩნდება თომა აკვინელი და ბონავენტურა და იქ ელაპარაკება კიდეც ამ დიდ ლათინ თეოლოგებს და მისტიკოსებს. თომა აკვინელს აქვს რომ სამი საფეხურის ცოდნა არის, ერთი საფეხურის ცოდნა არის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავიგოთ ხოლმე ინტელექტით, ამაზე ბიბლია არაფერს არ გვეუბნება. მაგალითად ფიზიკური კანონები, ცხოველების ბიოლოგიური რაღაცა ბალახები როგორ ამოდის, ჩიტები როგორ დაფრინავენ. ამაზე ბიბლია არ ლაპარაკობს არაფერს. ამიტომ მარტო უნდა შენი ტვინი გამოიყენო და მიხვდე აი ამ კანონებს, ამ ბუნების წესრიგს და ყველაფერს და მედიცინა მაგალითად წამლები მოიფიქრო, რომელი წამალი რას კურნავს, დააკვირდე ცხოველები რას ჭამენ, როცა ტკივად მუცელი მაგალითად და იმის მიხედვით წამალი გააკეთო. რაღაცა მოკლედ მეცნიერებაც არის ბიბლიაში არ წერია. ამიტომ მეცნიერება გამოიყენე მხოლოდ შენი გონება არის რაც დაგეხმარება. არის მეორე სართულის ცოდნა კიდე. სადაც შენ შეიძლება გამოიყენო შენი გონებას და მიხვდე იმას, მაგრამ იმდენად რთულია ის, რასაც უნდა მიხვდე. რომ ღმერთმა გამოგიწოდა ხელი და გამოცხადებითაც გითხრა იგივე, რომ თუ უბრალოდ ადამიანი ხარ და არ ფლობ ამ ძალიან რთულ სილოგისტურ კატეგორიებს და განათლება არ აქვს მიღებული და განათლებული ადამიანიც კი შეიძლება არასწორი სილოგიზმი აგოს და არასწორი პასუხი მიიღოს, ამიტომ ეს გამოწვეული გაქვს ხელი ღმერთისგან, რომ გამოცხადებითაც გაქვს ეს ცოდნა. თუმცა გონებითაც შეიძლება მიცვდე. მაგალითად სული რო უკვდავია. მაგალითად ღმერთი რო ერთია, რომ ღმერთი არსებობს. ეს შეგიძლია გონებით მიწვდე ამას. მაგრამ ძნელი არის, ამიტომ გაძლევს წმინდა წერილი ამას, რომ მადლითაც გეძლევა ეს ცოდნა. მაგრამ არის კიდე ისეთი ცოდნა, რომელიც შანსი არაა შენ იცოდე, თუ არ გექნებოდა წმინდა წერილი. რა არის ეს ცოდნა? ეს ცოდნა არის მაგალითად რომ ღმერთი სამებაა, რომ ღმერთის ძე განკაცდა. აი ასეთი ეს ცოდნა შეუძლებელია შენ თვითონ მიხვდარიყავი ამას. თუ თვითონ ღმერთი არ მოგცემდა ამას. ეს თვითონ ინფორმაციის დონეზე, ხო, ინფორმაციულად ვიცი და ის წინა წერილი ამას ამბობს, ეს კი ასე არის. მაგრამ კიდე არის ერთი რაღაცა, რასაც შენ ვერ გაიგებ შენი ბუნებრივი მონაცემებით. Lumen naturale არის ბუნებრივი ინტელექტი. ბუნებრივი ინტელექტი კმარა რაღაცების გასაგებად, მაგრამ თუ ღმერთმა არ გამოგიზავნა რაღაც შუქი, მარტო იმ შუქში შეიძლება რაღაც დაინახო და ის შუქი შენი არ არის. შენი ბუნებრივი შუქი არა, მადლის შუქი არის, რაღაც ღმერთის მონიჭებული შუქია, რომელ შუქში შეიძლება რაღაცა დაინახო. თორემ მარტო შენი უნარებით ვერ დაინახავდი. როგორც ბარონ მიუჰაუზენი ვერ ამოიგლიჯდა საკუთარ თავს ცხენიანა ჭაობიდან ვერ ამოიყვანდა ასე, ისე შენ ვერ გაიგებდი რაღაცას, ის შუქი რო არ მიგეღო. აი 64-ში არის რომ შუქი უნდა დალიოს რაღაცა, შუქს უნდა ეზიაროს და იმ შუქში დაინახოს მერე წმინდანები და ანგელოზები, თორე სხვანაირად ვერ დაინახავს. შენს შუქში ნახავ ჩვენ შუქს, ეს ფსალმუნებში ეგეთ რაღაც ნათქვამი. შენს ნათელში ვიხილოთ ჩვენ ნათელი. და ღმერთის ნათელი თუ არ გიქნა, მარტო შენი ინტელექტუალური შექმნილი ნათლით იმას ვერ დაინახავდი. რო გითხარით ეს ეპოქის შვილია და თავისი ხო ეპოქის შვილია, თავისი რაღაცა პოლიტიკურ ვითარებებს ამოს, კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკობს, თავის ნაცნობებზე, ვისაც იცნობდა ფლორენციაში, იქ ფლორენციის კორუფციაზე ლაპარაკობს. საინტერესოა, რომ ამბობს ეგეთ რაღაცას. ადამიანის ბუნება ხო ისე რომ უყვარდეს, არა? სულ რაღაცა უყვარს ადამიანს და გულუბრყვილოდ მიყვება ხოლმე ამ სიყვარულს ხანდახან. და გულუბრყვილოდ რო აყვები ამ სიყვარულს, მე სიყვარული შეიძლება გადაგაგდოს საით ცუდ რაღაცეებში. ამიტომ რა არის საჭირო? კანონი. კანონი უნდა ალაგმოს სიყვარული. სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარულის დარეგულირებისთვის. რომ საზოგადოებაში არ განვითარდეს ცუდი სიყვარულები და საზოგადოება იყოს ჯანსაღი, ამიტომ კანონის ძალა უნდა შველოდეს ამას. სახელმწიფო და ონტოლოგია ადამიანის სული კავშირშია დანტესთანაც. ვისთან არის ასე? თუ გახსოვთ, რომელი ფილოსოფოსი ამბობს, რომ სახელმწიფო, მისი კანონები და ადამიანის სული და მისი ჯანსაღი ერთად უნდა იყოს, ერთად არის. ვინ ამბობს, რომელი ფილოსოფოსი ამბობს ანტიკური ამას? ბატონ? ჰობსი ანტიკური ფილოსოფოსი არ არის, მაგრამ ჰობსი სხვა რამეს ამბობს. კაია ჰობსის მოყვანა, მაგრამ პლატონი ამბობს ამას. პლატონი ამბობს, რომ ფილოსოფოსები რომ შეხედავენ რაღაც მარადიულ ვითარებას და დააწესებენ თავიანთ ქალაქისთვის კანონებს, აი ეს კანონები ადამიანებს წესიერებს ხდის, ანუ სწორი სიყვარულები უჩნდებათ ადამიანს მაშინ, სწორი მიდრეკილებები, როცა კაი კანონები არის. თორე თუ კანონი არ არის, მაშინ ადამიანები თავისუფლად რომ მიუშვა, ისინი რაღაც ბოროტებას ჩაიდენენ. კანონი საჭიროა. ხო, დღესაც არის დიდი კამათი ამაზე, არა ეს ოდითგანვე არის ეს კამათი, რომ ადამიანის ბუნება უფრო პესიმისტურად უნდა შეხედო და ოპტიმისტურად. თავისუფლად რომ მიუშვა ადამიანი, უკეთესი გახდება,
დაუშვათ პირიქით ეს ალაგმა ცუდი არის, იმიტომ რომ რაც მეტი კანონი იქნება, ადამიანი უფრო ცუდად გზნობს თავს და რაღაც იჭყლიტება ამ კანონებში, სული ეხუთება. ამიტომ უნდა მოხსნათ ეს კანონები და შეიძლება ლიბერალური და სუბუქი გახადო ეს კანონები. ეს გეტყვის ის, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანის ბუნება არის ძალიან ჯანსაღი, ოპტიმისტურად ხედავს ადამიანის ბუნებას და სულს არაფერს არ გააკეთებს თუ მიუშვი თავისუფლებაზე ადამიანს. უფრო პესიმისტურად უყურებენ, არა, უნდა აი ჰობსი მაგალითად, უნდა ალაგმო კანონით. უნდა კანონი იყოს დაწესებული მკაცრი ყველასთვის და ეს კანონის ძალით უნდა აილაგოს ეს მიდრეკილებები ადამიანებში. ჰობსი არის უკიდურესად უარყოფითად რო უყურებს, ხო? აი შუალედური დოქტრინა ლოკს აქვს მაგალითად, უფრო ოპტიმისტური, მაგრამ არც ისეთი მთლად ოპტიმისტური, როგორც ჟან-ჟაკ რუსოს მაგალითად, ხო? აქ დანტესაც აი საკითხი განხილული აქვს, რომ კანონები უნდა კანონობდეს აუცილებლად. არ ვარგარო კანონები იცვლება. ფლორენციის გახსნა დაიწყო მაშინ, როცა ფლორენციაში უკანონობამ სუფევს. კანონები ხშირად იცვლებიან ფლორენციაში. ერთი კანონი ვერ ასწრებს დამკვიდრებას, რომ ცვლიან და ახალი კანონი მოდის და ეს ძალიან ცუდია, ეს ავადმყოფობა სახელმწიფოს. სახელმწიფოს ავადმყოფობა გიწევს ადამიანის ავადმყოფობასაც. ცუდი კანონები და ჩატე კანონები იწვევენ იმას, რომ შენ უკანონო ხდები თვითონ და შენი სიყვარულის ასეთი აულაგმავი არის. ცოდვისკენ მიდის და ზიან და როგორც საზოგადოება იხსნება, ისე პიროვნებები იხსნებიან ამ საზოგადოებაში. არისტოტელე ამას ეგეთ რაღაცას, რომ კანონი ცუდიც რო იყოსო, დაუშვათ, სწრაფად არ უნდა ცვალო. სწრაფად უცვლი კანონებსო, ადამიანს უჩნდებათ განცდავა, რომ კანონს არ აქვს გრავიტაცია და წონაო. ამიტომ სწრაფად ცვლასო ჯობია ცუდი კანონი დატოვო, ვიდრე ესეთი სიმჩატე განუვითარო ადამიანებს კანონის მიმართება. აი, ამიტომ ძალიან მისთვის აი ძლიერი სახელმწიფო ხელი ძალიან მნიშვნელოვანია დანტესთვის. დანტე არის მონარქისტი. დემონარქია ტრაქტატიც აქვს დაწერილი მონარქიის შესახებ, რომ ვინ შეყავს 64-ში, რომელი იმპერატორი შეყავს, თუ არ გახსოვთ? ერთ-ერთ პირველს ვისაც ხედავს 64-ში. იუსტინიანე. იუსტინიანე იყო ბოლო რომის იმპერატორი. ანუ რა გაგებით, ის ბიზანტიელი იყო, კონსტანტინოპოლელი იყო, მაგრამ აი ბოლო მცდელობა იყო, რომ მთლიანი ერთი რომი გაერთიანებინა. აი ესპანეთიდან მოყოლებული ჩრდილოეთ აფრიკა, სპარსეთამდე ერთი დიდი რომის იმპერია აღედგინა და მართლა იუსტინიანემ შეძლო ეს, რომ ის აი დააბრუნა რომი თავის ძველ დიდებაში და იუსტინიანემ ძლიერი ხელი პოლიტიკოსი, რომელიც მართავს ქვეყანას ერთიანი მტკიცე კანონებით, ეს არის სიჯანსაღი ადამიანების. ამიტომ ის 64-ში არის ესეთი მართველია რა. და პირიქით ის მართველი, რომელიც სუსტია, რომელიც აი აღანოს ერთ-ერთ წმინდა რომის იმპერატორზე ამბობს, აი ვერ ივარგა რა, ვერ ძლიერი ხელით ვერ შეიტანა ეს კანონები. ის იტანჯება, ის არის ბოროტებაში, არ შეასრულა ღმერთის ნება. და მე აქვს ეგეთი იდეა, რომ არ შეიძლება სასულიერო ძალაუფლების და პოლიტიკური ძალაუფლების გაერთიანება. ანუ ვის წინააღმდეგ გამოდის? რა თქმა უნდა, პაპის წინააღმდეგ, ხო? განახებთ, აი ამას განახებთ. ხო, აი ნახე, ეს მანამდე ამბობს, კანონის მნიშვნელობა. რომ ეს არ აირიოს ადამიანის შინაგანი სამყარო და არ გაყვეს ნებისმიერ სურვილს და სიყვარულს, სწორედ ამიტომ საჭიროა კანონის სალტე. და უნდა იყოს მეფეც სწორედ კაცი ისეთი, ვინაც გაარჩევს ჭეშმარიტის ქალაქის კოშკებს, ანუ ის ნამდვილი ქალაქის ვინც გააკეთა, იდეალურ ქალაქს. პლატონი როგორც ამბობს, ხო, კალიპოლის. აი კალიპოლისის დამაარსებელი, დამამკვიდრებელი მეფე უნდა იყოს, ვინც მაგარი მტკიცე კანონებს გააკეთებს თავის ქალაქს, ხო? არის კანონი და ვინღაა მომხმარებელი? არავინ. რადგან მეწინავე ფარის გამძღოლმა ცოხნა კი იცის, მაგრამ ჭლიკებს ვეღარ ხლეჩავს. ანუ აი ეს თუ მოწინავე აღარ არის, იცავს მტკიცედ კანონებს, აღარავინ აღარ იცავს კანონებს და აი ირევა ის ქვეყანა. და მე გადადის ხო, ნახე. და შენს ნათლად ხედა, უარგისი ხელმძღვანელობა ქვეყნის წახთომის მიზეზია უცილობელი. და რა თქვენი კაცობრიობის ბუნების ბრალი. ანუ კაცობრიობის ბუნება ცუდი არ არის, მაგრამ თუ მიუშვი კაცობრიობის ბუნება ასე უკანონობაში, ის ქაოსში აღმოჩნდება და ქაოსი არის დამგუპელი ადამიანის ბუნებისთვის, გახსნის ადამიანის ბუნებას. ამიტომ კანონი ადამიანის ბუნებას აჯანსაღებს. ესეც აი არასეკულარული დამოკიდებულებაა, ხო? ჯერ კიდე არ არის, რომ დღეს არავინ არ გეტყვის, თუ იქნები საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქე, კარგ ადამიანად ჩამოყალიბდები. არავინ არ გეტყვის ამას. არ გთხოვს სახელმწიფო კარგ ადამიანად ჩამოყალიბებას თავის კანონებით. კანონები არის, რომ სხვის თავისუფლებაში არ შეიჭრა, დაუშვათ, გადასახადები იხადო, თორე რა იქნები ამის მერე ლოთი იქნები თუ რა იქნები, ეს შენი საქმე არის. ну თუმცა არის რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული მოვალეობებია რა, აი სამხედრო მოვალეობა მაგალითად და რაღაცა ტიპის
ну რაღაცას შენი ხელფასიდან რაღაც ნაწილს იხდი რაღაცაში და ქველმოქმედება შეიძლება დავალებული იყოს რაღაცა რომ დაუშვათ არ ვიცი საპენსიო ფონდში რაღაც თუმცა არ ვიცი როგორ არის ხო ვერ ვერკვევი ამ კანონებში მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზნეობრივი კანონები არ არის სახელმწიფო კანონები დღესდღეობით დღესდღეობით კანონები არის სხვის თავისუფლებაში არ შევიშრა დანტე ლაპარაკობს როგორც პლატონი ისე ის ლაპარაკობს კარგ კანონებზე რომელიც გაიძულებენ შენ რაღაცა ცუდი არ გააკეთო ანუ ზნეობრივი კანონები და პოზიტიური კანონები სამოქალაქო კანონები რაღაცა გაერთიანებულია ერთად და ამას იცავს მონარქი მეფე და რა არის ცუდი ახლა მაშდამ შეშინა რომმა მისცა მას ჟამსა შინა რომმა მისცა რჯული ქვეყანას ორი მზე ეპყრა და როგორც ერთ ისე მეორეს გზას უნათებდა როგორც ღვთიურს ისე საეროს ანუ ორი ძალაუფლება უნდა ყოფილიყო კეისრის ანუ იმპერატორის და პაპის და ერთმა მეორე დააბნელა და მწყემსის კვერთხი ხმალს შეუერთა და ორივე ნაძალადევად ვეღარ შეძლებენ ერთ კავშირში დაყოვნებას ანუ თუ სასულიერო ძალაუფლებამ გაერთიანა ასევე საერო ძალაუფლება ესენი ერთმანეთს ვერ შეიგუებენ ბოროტება მოხდება ანუ პაპი დაიწყებს მერე სახელმწიფო როგორ თქვა პოლიტიკური ძალაუფლებისკენ სწრაფვას და სულიერება შეილახება ამითი ცუდი იქნება სულიერებისთვისაც და პოლიტიკისთვისაც რადგან ერთხელში ურთიერთის არ აქვს რიდი ანუ შენ თუ ქრისტიანი ხარ და ქრისტეს ცნებები უნდა დაიცვა უცებ ხედავ რომ პოლიტიკური დომინაციისთვის და პოლიტიკური რაღაც მოგებისთვის ვერ დაიცავ ქრისტეს ცნებას იმიტომ რომ მაშინ წააგებ მეფესთან ვიღაცას რომ ისაც ებრძვი დაუშვათ ამიტომ შენ გიწევს აუცილებლად ქრისტეს ცნების დარღვევა როგორც პაპები ხშირად ამას აკეთებდნენ გახსოვს მაკიაველის დროს მაგალითად მაკიაველის თანამედროვე პაპი იყო პაპი ალექსანდრე მე-6 თუ სწორედ მახსოვს და თავი გამოსახული ქონდა როგორც ხმლით და ცხენზე და ვენეციელებს როგორ კლავდა მაგალითად იმიტომ ვენეციელები მისი მტრები იყვნენ აი ესეთი პოლიტიკური პაპი ვისაც არ მიაყავს თავისი და პოლიტიკურ გავლენის გავრცელებას ფიქრობს აი დანტე ამას უპირისპირდება დანტეს ფაქტურად აქვს ბიზანტიური მოდელი უფრო თვითონ იყო ფლორენციაში დაყოფილი იყო ეს ფრაქციებად პოლიტიკურ ფრაქციებად და გველფები იყვნენ რომელიც დაიყვნენ მე ეს გველფების პარტია ორ პარტია თეთრი გველფები იყვნენ და შავი გველფები და თეთრი გველფი იყო თვითონ დანტე და დანტეს მიაჩნდა რომ კი პაპის მომხრები ვარ ჩვენ მაგრამ პაპის ძალაუფლება არ უნდა გავრცელდეს ფლორენციის სამოქალაქო ამ სისტემაზე ჩვენი თავისუფლება უნდა შევინარჩუნოთ ამიტომ პაპი დაუპირისპირდა ამ თეთრ გველფებს ბოლო გაყარეს ეს თეთრი გველფები დანტეს გადასახლებაში და დევნილობაში გარდაიცვალა მაგრამ მისი ხედვა არის რომ ეს გაყოფილი უნდა იყოს ეს ორი ძალაუფლება ბიზანტიაში ესე იყო გაყოფილი ანუ დანტე რაც ბიზანტიური მოდელის მომხრე არის უფრო ბიზანტიაში როგორ იყო პატრიარქი არის რომელიც არანაირი არმია არ აყავს მარტო სულიერი ძალაუფალი ხელისუფალია და არის იმპერატორი რომელიც არის საერო ხელისუფალი და ერთმანეთში არ გადაეკვეთება ეს არის სიმფონია არის ხო აი იუსტინიანეს ვინც უყვარს დანტეს იუსტინიანეს სიმფონიის კანონი ეგეთია რომ ეკლესიას თავის საქმე აქვს სულებზე ზრუნვა ადამიანის სახელმწიფოს თავის საქმე აქვს ომი და ასე შემდეგ ხო და რომში ჩამოყალიბდა მე-5 საუკუნიდან ფაქტიურად ეს ორი ხმლის თეორია ანუ დანტე დაუპირისპირდა რაღაც ძალიან ძველ ტრადიციას რაც რომში იყო პაპი ლეონ დიდი ლეონ მე-5 რომელსაც ატილას შემოსევისაგან იხსნა რომი ამის მერე გავრცელდა ეგეთი იდეა რომ აი პაპი უნდა იყოს ამავე დროს საერო მფარველი თავისი ქვეყნის და იქნება ეს გამოხატულია იმითიც რომ აი პაპები ხო წმინდა პეტრესგან მოდიან ამ გასაური ტრადიციით არა ლათინური ტრადიციით აი პეტრეს როცა იესო ეკითხება ეუნება მოციქულებს რომ ამიერიდან გაყიდეთ სამოსელი და იყიდეთ მახვილი რაღაც სიმბოლურად ეუნება რაღაცას პეტრე აი ორი დანა გვაქვს ორი მახვილი გვაქვს 12 კაცს აქვს ორი მახვილი და იესო ეუნება საკმარისია 12-ის ორი საკმარისი რატო არის ეს რაც სიმბოლო არის რა თქმა უნდა არ არის პირდაპირ არ ეუნება რომ მახვილი შეიბიდა თავს დაესხივინეს იმიტომ რომ პირიქით პეტრეს ეუნება პეტრო ყურს წაათლის ერთ დამპატიმრებელს იესოს მალქოსი ერქვა იმას იესო ეტყვის რომ ჩააგე მახვილი იმიტომ რომ ვინც მახვილი აიღოს ის მახვილი მოკოდეს და გაუმთელებს ამ ყურს ანუ ეს არ არის აგრესიული იყავი და მახვილი დიბრძოლე რაღაცას სიმბოლო არის ეს სიმბოლო გაიაზრეს დასავლეთში რომ პაპს უნდა ქონდეს ორივე ძალაუფლება საეროს და სასულიეროს აი ძველი ტრადიცია იყო ამას უპირისპირდება როგორც არასწორ ტრადიციას დანტე ხო
ხო ეს ბედისწერა და თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ხო ჩვენ თავისუფლები ვარ ჩვენგან განჯის უნარი ჩვენ არჩევანის უნარი გაგვთ სხვანაირად საჯელიც არ გვექნებოდა თავისუფლები რო არ იყო და ყველაფერი ციდან მოსული იმპულსებია მაშინ ვინღარა სიტყვის ხო ვინ დაგვადანაშაულებს მაშინ სადღარი ჩვენი ან ღირსება ან საჯელი სხვა შეიძლება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო და აი ბოეციუსთან რომელსაც კითხულობდა დანტე როცა ბეატრიჩე მოკვდა დანტე ძალიან განიცადა ეს და დანტე სადა მიებაძა ბოეციუსისთვის რომ ფილოსოფიით გაეკურნა თავისი სული და კითხულობდა თეოლოგიებს ფილოსოფიებს მათ შორის ბოეციუსის ფილოსოფიის ნუგეში წაიკითხა და ბოეციუსი აი აქ ფატალის უპირისპირდება და ამას ჩვენ ვართ თავისუფლები ყველაფერი ფატალისტურად რო იყოს და განსაზღვრული ღმერთის წინასწარი ცოდნა რომ განგვაპირობებდეს ჩვენ აქ ჩვენ საქციელს რომ განაპირობებდეს ღმერთის წინასწარი ცოდნა ჩვენ მაშინ შეგვიძლია ყოველთვის ვთქვათ რომ რაც არ უნდა ბოროტება ჩამედინა ეს ჩემი ბრალი არ არის და ღმერთის წინასწარ ცოდნაში ეს იყო და ტვინის სამხდელი საკითხია მართლა ბოეციუსთან ეს და ამ საკითხს ეხება დანტეც აქ და დანტეც იღებს ამას რომ ამის განჭვრეტა ძალიან ძნელია ეს პეტრუს დამიანუსი ეუბნება რომ ვერ ჩაწვდები შენი გონებით, მაგრამ მიიღე რწმენით, რომ შენ ხარ თავისუფალი. ბოეციუსს აქვს ამაზე მსჯელობა, რომ ამბობს. ღმერთი კი წინასწარ იცის, რომ მე ცუდს გავაკეთებ დაუშვათ. კი ბატონო, მაგრამ ის არ განაპირობებს ჩემს ცუდ საქციელს. წინასწარი ცოდნა არ მე ხო თავისუფლად ვაკეთებ, დაუშვათ, აი მე ეტლე ვარ და მე უნდა მოუხვიო რაღაცა ეს ცხენი, რომ არ შევასკდე რაღაც კედელს, ხო? ან რაღაც ან რომ გაუსწრო შემდეგ ეტლს. რისკია. გავწიო ეს რისკი თუ არ გავწიო ეს რისკი? თუ არ გავწიე ეს რისკი, დაუშვათ ეს ეტლით უსაფრთხოდ იქნება, მაგრამ ის უფრო გამისწრებს და მე ვეღარ დავეწევი. და რისკი რო გავწიო, შეიძლება გაუსწრო და კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ შეიძლება ეტლი დავლეწო. რომელი რა გადაწყვეტილება მივიღო? მთლიანად ჩემზე არის. ავდექი და გაუსწარი დაუშვა და გაამართლა ჩემ რისკმა გაუსწარი. ღმერთმა ხო იცოდა ეს რომ ამას გავაკეთებდი. იცოდა, მაგრამ განაპირობა ჩემი არჩევანი. არ განაპირობა, ესე იგი ეს არჩევანი თავისუფალია. მოდი მოხსნათ საერთოდ ღმერთის წინასწარი ცოდნა. ეს ხო თავისუფალი ქმედებაა, კაი. ეხლა დავუმატოთ ღმერთის წინასწარი ცოდნა. რამე შეიცვალა ამ ქმედების თავისთავად თავისუფლებაში? არაფერი. ესე იგი ღმერთის წინასწარი ცოდნა ჩემ თავისუფლებას არ ცვლის. ჩემი ისევ თავისუფალი ვრჩები. ასეთ რაღაცებს კითხულობდა დანტე და ამბობს, რომ აი როგორც ბოეციუსთან ერთად ვიტყვით, რომ ჩვენ ვართ თავისუფლები. ჩვენ აქედან გამომდინარე პასუხისგებლობიც. ხო, ნუ აი ხორმუცელობა არის ცოდვა, რა თქმა უნდა, ბოლო ცოდვა არის სიძვა. სიძვა მათ შორის ბუნებრივი სიძვა და არაბუნებრივი სიძვა. ჰომოსექსუალიზმი არის ძაგებული, რომ აი კეისრის მაგალითი მიყავთ, კეისარი ამხელა პიროვნება იყო და ტრიუმფის დროსაც წამოაძახესო ასე უშიშრათო, რომ შეკალო შენაო. ანუ ესე იგი იმდენად არ მოერიდენო ასე ცუდად რო იქცეოდა კეისარი, რომ ტრიუმფის დროს ყველაზე დიდი რაღაცა რაც რომის იმპერატორს შეიძლება ქონდეს არის ტრიუმფი, ხო? თუ შემოიერთებს ქვეყანას, ეს არის თუ შემოიერთებს რა მიწას, მაშინ მოუწყობდნენ მარტო ტრიუმფს. ოვაცია იყო თუ დაამარცხებდა ვიღაცას ბრძოლის ველზე. ტრიუმფი იყო თუ შემოიერთებდა რაღაცას. აი ტრიუმფის დროსაც წამოაძახეს ესა. ანუ ეს არის უსწორმასწორო სექსი, ხო? ანუ არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობა. ამასაც აი აქ სვავს ამ სალხინებელში. თუმცა რა თქმა უნდა ეს გამოსყიდვადია, ასე ვთქვათ, ხო, შეიძლება გადახვიდე. ამის მერე რა ხდება? ამის მერე ეს ჩვენი დანტე უცებ აღმოჩნდება, ბეატრიჩე გამოჩნდება. და ბეატრიჩე რა არის? ბეატუს არის ნეტარი. ბეატუს არის უკვე მადლი. იქ ვეღარ ქაჩავს ვერგილუსი, იქ ვეღარ გამოყვები უკვე. ამი ჩემი მზერაო მარტო აქამდე მოვიდაო. ეს ქონდა მე უფლება მარტო. ეხლა კი ის მოვაო თვითონ შენთან, ვისიც რემლითაც აქ შემოხვედი, ვისიც რემლიც გატარებსო. ვინც შენზე ზრუნავს იქედანო. აი ბეატრიჩე, ხო? ბეატრიჩე აყვადრის დანტეს რასაყვედრო შენ მე რომ მოვკვდიო, შენ არ უნდა მიგემშვალაო, შენი გონებაო წარმავალისთვისო, ის ჩემზე უნდა გეფიქრაო. ჩემთან ერთად უნდა მომკვდარიყავიო. ის კი არა ფიზიკურად არ უნდა მომკვდარიყავი, მაგრამ შენ თლიანად ჩემზე უნდა გეფიქრაო, მოკლედ. თლიანად აი ზეციურზე უნდა გეფიქრა. თვითონ დანტე ძალით მოაყვანეს ცოლი, გარიგებით. 12 წლის იყო, რომ დანიშნეს უკვე. ეგეთი ტრადიცია იყო, მაშინ ოჯახები. ქორწილი ძალიან იშვიათად იყო პირადი სიყვარულით. ამიტომ დანტეც დანიშნეს 12 წლისა და ბეატრიჩე შეუყვარდა, ნახა თუ არა 9 წლის დანტემ 8 წლის ბეატრიჩე ეგრევე შეუყვარდა უთქმელად. მერე ქუჩაში ხვდებოდა ხოლმე რა შორიდან და ესალმებოდა. მეტი ურთიერთობა ფაქტობრივად არ ქონდა, ლექსებს უწერდა. ბეატრიჩე ადრე გარდაიცვალა და ეხლა უნდა ბეატრიჩე რომ აი შენ მიწიერზე დაფიქრდი მაინც და
არ ფიქრობდი მხოლოდ ჩემზე. საყვედურობს რაღაცას. ეს საყვედურს კი რცხვენია ამას და თვალისაწვე არ შეუძლია და ბეატრიჩ მე საყვედურობენ სხვები ის ციური რაღაც ანგელოზური ძალები რომ კაი ნუ რას ერჩიო ხა ზედმეტად კაცრი ნუ ხარ. არა უნდა გადაიტანოს ეს. უნდა იცოდეს რა დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ რომ სასჯელიც დანაშაულის საპირწონე უნდა იყოს. უნდა განიცადოსო ის როც გააკეთაო. და უცებ ქრება ჩვენი ვერგილიუსი, ასე გულიც დაგწყდება. კიდე ერთი პოეტი გამოჩნდება იქ, რომელიც გაქრისტიანებულა თორემ პირველი საუკუნის პოეტი იყო და მე ეს ბოეციუსი ქრება, იმიტომ ბოეციუსი მადლში ვეღარ შედის უკვე. იქ მადლი არის. ბეატრიჩე მადლს გამოხატავს და იქ იწყება უკვე 60. 60-მა 9 სფეროთი. რა სფეროებია ხო არ გახსოვთ ეს? პირველი სფერო რა არის? ეს არის ყველაფერი არის ფიზიკური. დაგვიდგეთ, ფიზიკურად არის ახმული სულიერიც. ანუ დანტე უყურებს რომ 60 ჯოჯოხეთი ფიზიკურად შეგიძლია განიხილო. ჯოჯოხეთი არის დედამიწის ქერქში, შუაში და 60 კი არის აი სფეროები რო არის. დედამიწა სამყაროს ცენტრში არა? და დედამიწის გარშემო არის სფეროები. რა სფეროებია? პლანეტარული სფეროები. ხო, პირველი სფერო არის მთვარის სფერო. მერე არის ვენერა, მერე მზე, მერე მარსი და ეს სხვადასხვა დონეები არის დედამიწის ზემოთ. და სულ ზემოთ არის მერვე სფერო არის ვარსკვლავებით მოჭედილი სფერო. ანუ ესა ვარსკვლავებით მოჭედილი სფერო არის აი მყარი სფერო, რომელიც არ იძვრის. ვარსკვლავები სულ ერთნაირად არ არიან მოჭედილები? დიდი დათვის თანავარსკვლავედი, პატარა დათვის თანავარსკვლავედი, ღრიანკალი ეს მერწყული სულ ერთნაირად არის, ერთნაირი კონფიგურაციები არის. დელფინი რა ვიცი. ყველაფერი ერთნაირი კონფიგურაციაში შევს ყოველთვის. ანუ შენ სანდოდ ბრუნდება ერთნაირ მოხაზულობაში ვარსკვლავის მოჭედილიცა. ის ყველაზე შორი რკალი. მე მომდენ სხვა რკალები და ის სხვა რკალები არიან უკვე პლანეტები. პლანეტარული რკალები. მზეც პლანეტა არის ამ შემთხვევაში. მთვარეც, მარსიც, იუპიტერიც, ეს ყველაფერი პლანეტები არის. პლანაო ნიშნავს ცდები. ანუ ცდომილები არიან. რატო არიან ცდომილები? ხო არა გქონდა იდეა. შეხედე, მე უყურებ მაგალითად მთვარეს. მთვარე ყოველთვის ერთნაირადაა ვარსკვლავებთან განლაგებული. არა, ხან ასე და ხან ისე, ხო? აი ესე მთვარე ცდება. ვარსკვლავები არ ცდებიან, ვარსკვლავები უცდომელი სფერო. რუსთაველი რომელმაც შექმნა სამყარო არის ფირმამენტუმ, არის მყარი რომელიცაა. მიწა კი არაა სამყარო. მიწა არა მყარია, მიწის ზურა აჩვენებს რომ არაფერი მყარი არაა მიწა. სამყარო არის ვარსკვლავები. ის არის ზურის იქ. მაგრამ აი ცდომილნი ქართველები პლანეტებს ძოლქართულად ზღიან ცდომილნი, ცდებიან, იმიტომ რომ ხანაკ არის ხანიკ. აი მაგალითად მარსი შევიდა აი ამ ზოდიაქოში, ამ ეტლში. ეტლი ყოველთვის ერთნაირადაა, მაგრამ მარსი შედის იქ ხან გამოდის. პლანეტები შედიან გამოდიან ამ ეტლებში. ამის მიხედვით ასტროლოგიას ასე ვთქვათ, მეცნიერება თუ შეიძლება დაარგო, ანუ ფსევდომეცნიერება ამის მიხედვით არის ასტროლოგების, არა? ეს შევიდა იმ თავის ზოდიაკოში, მერე გამოვიდა, მერე და ამის გამო რაღაცები ხდება ასტროლოგების სწავლებაში, ხო? ანუ პლანეტარული სფეროები უფრო დაბლა არის, ვარსკვლავის სფერო უფრო მაღლა არის. და თითოეულ ამ სფეროს განაგებენ ანგელოზები. ეხლა ანგელოზური დასები. მაღალი და დაბალი. ყველა სწრაფად რომელი ტრიალებს? ყველა სწრაფად ტრიალებს რომელი სფერო? ქვედა თუ ზედა? ვარსკვლავის სფერო თუ მთვარის სფერო მაგალითად? მთვარის სფერო ყველაზე ნელ ტრიალებს. შეხედე, ის ვარსკვლავი რამხელა მანძილი უნდა გაიაროს, რომ ისევ იქ მოვიდეს მეორე დღეს, ხო? გაცილებით მეტია. 24 საათში უფრო დიდ მანძილზე მოდის, ხო? ანუ სფეროები, წარმოიდგინე, აი ზოლები რო იყოს სფეროები და ტრიალებს და მეორე სფერო არის ამ ერთი სფეროს ქვემოთ კიდე. მაგრამ შუაში აი მათ შორის რაც წარმოიდგინე, არ ვიცი. აი რა მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. აი შეზეთილი რო იყოს ეს სფეროები რა ერთმანეთში და ეს რომ მოძრაობდეს და აი Z-ს რო ამოძრაობდეს და ის Z-ი მერე ამოძრაობდეს შემდეგ სფეროს, ხო? ისე ჩქარა არა როგორც პირველ სფეროს. მიმული კი არა პირველ სფეროზე, შემდეგ სფერო. მათ შორის რაღაცა სივრცე არის თითქოს და აი ის დატრიალებული პირველი სფერო, შემდეგ სფეროს უფრო ნელა დაატრიალებს. შემდეგი სფერო ქვედას კიდევ უფრო ნელა და ასე უფრო და უფრო ნელა ტრიალებს შემდეგი სფერო, შემდეგი სფეროები. ყველაზე სწრაფად ტრიალებს პირველი ვარსკვლავური სფერო, ხო? ის ტრიალებს სიყვარულით. ხო. დანტეს აქვს ეს ინოვაცია და ქრისტიანული ინოვაცია. ეს პტოლემე არისტოტელეს მოდელი არის, რომ ეს სფეროები, მაგრამ დანტეს აქვს რომ სიყვარულით ტრიალებენ ეს სფეროები, ხო? არისტოტელე იტყვის სრულყოფისთვის ტრიალებენ, ანუ მისწრაფებულები არიან უძრავი მამოძრავებელისთვის, მამოძრავებელისკენ. ეს კინუნა კინეტოს ბერძნულადაა, ხო? უძრავი მამოძრავებელი არისტოტელესთან ღმერთი,
რომელიც ატრიალებს თემა პლანეტარულ სფეროს. ესენი მისწრაფებულები არიან მისი სრულყოფისკენ. კათოლიკურმა თეოლოგიამ, სქოლასტიკამ დაუმატა მას სიყვარული. სიყვარულით ტრიალებენ სფეროები. ესეც თავდება დანტეს ღვთაებრივი კომედია, სიყვარული, რომელიც ატრიალებს პლანეტებს და ვარსკვლავებს. ვარსკვლავი და პლანეტები კი არ ტრიალებენ თვითონ, სფერო ტრიალებს. პლანეტა არის ღილივით მიმაგრებული ამ სფეროზე და შენ სფეროს ტრიალს ხედავ ვარსკვლავით. გესმით? ან თვითონ პლანეტა კი არ ტრიალებს, პლანეტის სფერო ტრიალებს. შენ უბრალოდ უხილავ სფეროს ხედავ და ვარსკვლავი პლანეტა განახებს როგორ ტრიალებს უხილავი სფერო. ამის მერე დანტეს ამ ინოვაციაში ვარსკვლავით მოჭედილი ცის მერე, მეროსფეროს მერე არის მეცხრე სფერო. ამას უძღვებით პრიმუმ მობილე. პრიმუმ მობილე არის პირველი მოძრავი. პირველი მოძრავი იქ ვარსკვლავებიც აღარ არის, არაფერი არ არის, არც პლანეტები, არც ვარსკვლავები და ის არის მთლიანად ღმერთის გონებაში, ეს პრიმუმ მობილე. და პრიმუმ მობილეს მაღლა არის უკვე ემპირიუმი. ემპირიუმი პიურარი ცეცხლი, ხო? ემპირიუმი აი ესა ღვთიური ცეცხლი, რაღაც ღვთიური მადლი, რომელიც დრო და სივრცის მიღმაც არის და იქ არიან ღმერთი, ანგელოზები, წმინდანები. ესენი ხვდებიან წმინდანებს ამ ზეციური იერარქიაში, თვარის დონეზეც, მერეც, ხო? მზის დონეზე თომა აკვინელს, ბონავენტურას, იქ წმინდა ბენედიქტეს, ბერნარდ კლერვოელს, მისტიკოსებს, ჭრეტელობის უნარები აქვს, მაგრამ შეგიძლია თქვა, რომ ყველა ესენი ემპირიუმში არიან. უბრალოდ აქ მათი დანტე რო ასე თქვა დანტეს განათლებისთვის են ჩამოდიან აი ამ სფეროებში, მაგრამ თითოეული ეს წმინდანი არის ემპირიუმში, დრო და სივრცის მიღმა, ღვთიურ ნათელში. ახლა შევედეთ, ეს მეტაფორა კი არ არის დანტესთვის. რეალურად ასე ფიქრობს. ცა ჯოჯოხეთი ფიზიკურად აქვს წარმოდგენილი. დღეს ჩვენ ახლა ეს აღარა გვაქვს ასე ხო? ეს ნაივური რაღაცა ასტროლოგია არის, ასტრონომია არის, ხო? ამ ნაივურ ასტრონომიაში აღარა ვართ. მაგრამ ამიტომ რა გადავაგდოთ დანტე სისულელებს ლაპარაკობს, რა თქმა უნდა არა. რეალობებს ამბობს სულიერი ცხოვრების. რეალურად ამბობს იმ წყლებზე, რაც ადამიანმა მოიშოროს. რეალურ ხილვებს ამბობს ამ ნათლის, ამ წმინდანის. ნუ დააკვირდე მართლა, რამხელა ადამიანებზე ლაპარაკობს. თომა აკვინელზე, ბონავენტურაზე, ამ ორივე ფილოსოფოს ის მოსწავლეებს იცნობდა პირადად დანტე. წარმოგიდგენთ, ეს ორი ერთმანეთს ეკამათებოდა. გითხარით კიდე წინა საუბარში, თომა აკვინელს ჰქონდა ძალიან დიდი დოზებით არისტოტელე ლოგიკა შემოყვანილი თეოლოგიაში. აი ისეთი მეთოდი ჰქონდა, რომ აი ლოგიკურად ჩავწვდეთ ბოლომდე და ეს ასე უნდა იყოს და ხუთ რაღაცა სართულიანი მსჯელობები, არგუმენტი, კონტრარგუმენტი და მე დასკვნა. აი ესეთი რაღაცა მთელი მარწუხები ჰქონდა ლოგიკური, რომ თეოლოგიური რაღაც სიმართლე გაგეგო. ბონავენტურას მიეშთა, რომ ეს არასწორი არის. და იმიტომ რომ კარგავ მაშინ შენ ქრისტიანულ უბრალოებას, მეთევზეების უბრალოებას. სადა აბა პეტრე და პავლემ სადიცოდნენ ეს ლოგიკა ასე როგორც ამანიცის ხა ბონავენტური თომა აკვინელმა. პირიქით ეს სპობს ქრისტიანულ ჯანსაღ ქრისტიანულ ცხოვრებას. ამიტომ მე მაქვს სხვანაირი ხედვა, რომ მოდი ეს იყოს განცდა ღმერთის ნათლის. ღმერთის ნათლის განცდა სხვადასხვა დონეები აქვს. ეს ერთი არის ფიზიკური ფორმის განცდა, ეს პირველი დონეა და ნაკვალევი ღმერთის არის ამ ჯერ ფიზიკურ ფორმებში ღმერთის ნაკვალევს პოულობ. მე თანდათანობით ვითარდები და უკვე საგნების იდეებს წვდები და თანდათანობით იზრდები სულიერად ღმერთის ჭვრეტაში და განცდაში. ამიტომ ეს უფრო მისტიკური ხედვა არის, მისტიკური მიმართულება ამ თეოლოგიაში. ბონავენტურა არის წმინდა ფრანცის ასიზელის მოწაფე. ფრანცის ასიზელმა დააარსა ეს ფრანცისკანელების ორდენი და ბონავენტურა არის ფრანცისკანელი. თომა აკვინელი არის დომინიკელი. წმინდა დომინიკემ დააარსა ეს მოხეტიალების ორდენი, დომინიკელები, ხო? ორივე მოხეტიალები იყვნენ, ფრანცისკანელები და დომინიკელები. და აი ამ სამოთხეში თომა აკვინელი აქებს წმინდა ფრანცის ასიზელს, რომელიც მისი ორდენის დამაარსებელი კი არ არის, არამედ არის ბონავენტურას ორდენის დამაარსებელი ფრანცისკანელების და ბონავენტურა კი აქებს წმინდა დომინიკეს, რომელიცაა იმ თომა აკვინელის მასწავლებელი, ხო, თომა აკვინელის ორდენის დამაარსებელი. ანუ ამითი რას აკეთებს? რას აკეთებს ამითი ჩვენი დანტე, რომ ეს დაპირისპირება რაც გადალახოს, რომ ორივე კარგი არის. ორივე წმინდანია, ორივე იქ არის, ორივე სამოთხეში არის. ყველაზე მაღლა არის წმინდა ბერნარდ კლერვოელი. ეგეთი ბენედიქტელი ბერი იყო, რომელმაც მე-11 საუკუნეში ჩათვალა, რომ ზედმეტად შევიდა საერო ცხოვრება
კლუნის მონასტერში და მოდი ვინც ნამდვილი ქრისტიანები ვართ, არ გვინდა ეს საერო რაღაცა საჩუქრები და რაღაცები, წავიდეთ, მივახციოთ ჩვენს ნამდვილ წმინდა ბენედიქტურ ცხოვრებას, რომელიც მე-6 საუკუნიდან წმინდა ბენედიქტემ დაარსა. ეხლანდელი ბენედიქტელები აღარ ცხოვრობენ ისე და ამიტომ ცისტერციუმში ციტო იყო ადგილი თან ცისტერციუმი, ცისტერციანელების ორდენს დაუდო საფუძველი წმინდა ბერნარდმა და აი მჭრეტელი რაღაცა მისტიკოსი იყო ეს და ამიტომ ბოლო საფეხურზე დანტეს ბეატრიჩეც კი სცილდება. ანუ ბეატრიჩე დაждდება თავის ტახტზე, რომელიც მას ეკუთვნის და დანტე რჩება უკვე მარტო რა გაგებით, რომ თვითონ გაიკვალე გზა, ყველაფერი გაგკეთე ჩვენ. დალია ის სინათლე და უკვე ბერნარ კრეულერი მიუთითებს ყველა დიდ ნათელზე, რომელიც აქვს ღვთისმშობელი და უკვე ღვთისმშობელს მიმართავს ბოლოში დანტე. რომელიც შენ ლოცვებს წინ უძღვის. მან შენს ლოცვამდეც კი იცის რა გჭირდება და იქამდე ზრუნავს შენზე, სანამ შენ ლოცვას დაიწყებ. ესე მიმართავს ღვთისმშობელს ყველა დიდ ნათელს მატარებელია. და ღვთისმშობელიც კი საბოლოო ჯამში ღვთისმშობელსაც კი არ აჩერებ ყურადღებას, აჩერებ ყურადღებას სამმაგ დისკოზე, ანუ სამებაზე. საბოლოო ჯამში ეს მისი აღმასვლა სრულდება აი ამ ჭრეტით, სამების ჭრეტით. და თვითონაც ერთვება ბორბალივით ტრიალებს იმ სიყვარულში, რომელიც ატრიალებს ზეცას და მიწას. ანუ სრულიად თავისუფალი ხდება უკვე. აი სრულიად მიყვება თავის სურვილ სიყვარულს. სურვილმა მიიყვანა აქამდე, სადაც მიდის, სულეუნა ვერგილუსი მიყევი ამ სურვილს, უკან არ დაიხიო, ამ კეთილშობილ სულს ბოლომდე გაყვი და სურვილი მიყავს იქამდე, რომ იქ უკვე ემთხვევი შენი მოქმედება და შენი სურვილი ერთად არის. არაფერი განსხვავება უკვე აღარ არის, ტრიალებ აი ამ როგორც იმ სიყვარულით, როგორც ეს ზეცა ტრიალებს, ისე შენს ტრიალებს, შენი სულის ბორბალივი ტრიალებს, იმ სიყვარულით, რომელიც ატრიალებს ცას და ვარსკვლავს და პლანეტებს. როგორც საინტერესოა, ბეატრიჩეც მისთვის გზამკვლევი აღმოჩნდა. ბეატრიჩეს კი არ ხვდება, ბეატრიჩე რაც ჩამოიტოვა ბოლოში და სამების ჭრეტით ამთავრებს ყველაფერს, ღმერთის სიყვარული. რუსთავთან სხვანაირად არის. რუსთავთან ესტანი რასეუნებოდ არის, რომ შენ იქ სუ იქ ერთმანეთს უჭრეთთ. შენ და მზე ჩემთვის ერთად იქნებით. ანუ მზე უშენოდ ვერ იქნება ღმერთს ამბობს მზეში, შენ ხარ მისი წილი და განაღამსა მასე ახალ მისი ეტლი არ თუ წვილი. ანუ იქ მე შენ კი არ ჩამოგიტოვებ, ერთმანეთს იქ უყურებდეთ იქნება, ასე ვთქვათ. ერთმანეთს უყურებაში იქნებით მარადისობაში. დანტესთან სხვა ლოგიკაა. იქ შეყვარებული ბეატრიჩეც კი ჩამოიტოვა და სამებას უყურებს მარტო. რაღაც ეგეთი განსხვავებული მისტიკაა, რაღაც განსხვავებული მისტიკური ხედვები.